ვეფხისტყაოსანი არის წიგნი ბრენდინგზე. ქართული ბრენდინგული გამონათქვამი შოთა რუსთაველის მიერ. ხო, არის რომ კოკასა შიგან რაც დგას, იგივე წარმოდინდები. ამ ციფრულ სამყაროში პერსონალური ბრენდის შექმნა სხვა დონეზე გავიდა. ყველაფერი გაკეთებადია თუ ფიზიკის კანონს არ ეწინააღმდეგება. სიტყვისა და საქმის მუდმივი დამხობა უნდა მოხდეს რა. ეგ არის საბოლოო ჯამში ბრენდინგის ხელოვნება რა. ეგ ჯერ ინტეგრიტი. როგორიც ხარ შენ, ზუსტად ისეთია შენი საქმე. გინდა იყავი საუკეთესო, გინდა არ იყო. თუ არავინ არ იცის რომ საუკეთესო ხარ, რა აზრი აქვს? თუ კარგი პერსონალური ბრენდი ხარ, ხო? მაშინ ცოცხალი როცა აღარ ახარ, მაშინაც ბრენდი ხარ. შენი დაკვირვებით რა შესწავლოს უშვებენ ადამიანები პირადი ბრენდის შენობისას? არ ფიქრი იმ ადამიანებზე, ვისაც შენ უნდა გაუწიო მომსახურება და სერვისი. ჯობსახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, ხო? დამთავრდა ეგ არის ბრენდინგი რა, სახელი უნდა მოიხვეჭო. სად ნახევარია ბრენდინგზე ვლაპარაკობ ქართულ კლასიკის მოშველიებით საოცრება. საჭმელი ერთი დღისაო, სახელი 100 წლისაო. ქართული ბრენდინგული ანდაზაა რა გავაკეთო. გამარჯობა. სანამ დავიწყებთ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვიყურებთ და გამოწერილი აქვს ჩვენი არხი და კიდე ერთი თხოვნაც მინდა მოვაყოლოთ. ვისაც არ აქვს ჯერ გამოწერილი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ და ალაიქეთ ჩვენი ვიდეოები და თქვენი უკავშირი დაგვიტოვეთ კომენტარების სახით. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ჩვენ კი ჩვენი მხრივ არ დავიშურებთ ენერგიას, რომ ეს პოდკასტი გავხადოთ უფრო საინტერესო და სტუმრები კიდევ უფრო დიდებული. მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პოდკასტ კონტინგენტს სტუდიას, სადაც ვახორციელებთ ჩვენი ყველა ეპიზოდის ჩაწერას. ეხლა კი დავიწყეთ. ალექს, გამარჯობა. გაგიმარჯოს. შენ ხარ განთქმული ან ცნობილი ადამიანი ამ ქვეყანაში ბრენდინგში. კი ბატონო. ხო და პირდაპირ მაგ კითხვაზე გადმოვალ, რომ რეალობაში როგორ უნდა გახდეთ ცნობილი ან განთქმული, რა არის პირველი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ადამიანმა უნდა გადადგას, თუ მას პირადი ბრენდის შენება უნდა ამ დღევანდელ ციფრულ სამყაროში. კი ბატონო, ამ ორ სიტყვას დაუბრუნდეთ, ცნობადი და განთქმული, ასე იგი, ცნობილი და განთქმული. ესე იგი, ცნობილი და განთქმული უნდა გახდე მიზანმიმართული მუშაობით, რომ შენი კომპეტენცია და ამ კომპეტენციის შედეგად ადამიანებისთვის მოტანილი სარგებელი, აი ესე თანმიმდევრულად აშენო და გახდე ცნობილი რაღაცის გამო. ეხლა ამას რატო ვამბობ? ამ წიგნში ბატონი მარკ შაფერი known რო ქვია, ამბობს რომ არის known და არის famous. ხო ხვდებით? კი. და ანუ მე ესე თარგმნე რომ ცნობილი და ცნობადი. ხვდები? ცნობადი სახე და ცნობილი რაღაცით. ცნობადი სახე შეიძლება ვიღაცა იყოს, მაგრამ აი საბოლოო ჯამში კონკრეტულად რა კომპეტენცია აქვს, არ ვიცით რა. აი ხოც აი რაღაც ახალ ამბებშია, რაღაცეებშია, ტუსოვკებზეა, რაღაცა, ნუ ხა საერთაშორისო. აი იზახის რომ known for something ნიშნავს რომ კარგი ექიმი, ოღონდ ეს საკმარისი არ არის პერსონალური ბრენდისთვის, ეს არის უფრო მაგარია, როცა პერსონალური ბრენდია, რომ კარგი კარდიოლოგი მაგალითად. ან საერთოდ მაგარია კარგი ბავშვთა კარდიოლოგი. ხვდები? რაც შეიძლება ნიშაში ჩადიხარ და უფრო სპეციფიურად რაღაცა მიმართულებით ხარ კომპეტენტური. ამიტომ ესეა, ჩემი მაგალითი რო ვთქვათ, 26 წელია უკვე ბრენდინგის თემაში ვარ, აქედან ალბათ 20 წელია, არა 20 არა, 2008-დან უკვე კონსულტაციაში, ანუ კონსალტინგს რო ეძახიან და ამ გზაზე იყო ბევრი ცდუნებები, რო თქვათ იგივე ლექციის წაკითხვას როცა მთხოვდნენ, მეუნებოდნენ, რომ ბარემ მარკეტინგსაც ხო არ წაიკითხავ. ან იქვეა გაყიდვები და ამდენი ხანი გაყიდვების დირექტორი იყავი ამ ხელა კომპანიის, ხო, GWS-ი, ჩემი საყვარელი სამსახური იყო, მოდი ასე ვთქვათ, და ბარემ და აი ამას მადლობა ღმერთს არ მოვაწერე ხელი არასოდეს, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა, რომ ადამიანებს ცოდნოდათ, რომ ალექსი ჩიქოვანი უდრის ბრენდინგს, ანუ უდრის იმას კი არა, რომ მე ვარ ბრენდინგი. მე ვარ კანონი, ეგ არ მქონია. უბრალოდ მე თუ ვინმეს გავხსენებოდი აი ამისთვის. ხვდები? ისევე როგორც კონკრეტული ყველა ბრენდი თავის კომპეტენციით. განთქმულობა გინდონდა ბრენდინგის განთქმული ბრენდინგის სპეციალისტი. ხო, აი ეს მინდოდა. პრინციპში მე ალექს არ ვიცნობ, იმიტომ რომ ბრენდინგის სპეციალისტია, მაგრამ ჩემთვის განთქმული ხარ როგორც ბრენდინგის სპეციალისტი, იმიტომ რომ აი ეხლა რო ვფიქრობდი,
live branding-ი როდესაც გააკეთე, მაშინ ლაივი არ ერქვა თუ რა? live branding. live branding-ი ერქვა. იც რა იმდენად მაგას კიდე შევეხები, იმდენად დასამახსოვრებელი ლოგო ქონდა, არასოდეს ხარ არ ვარ და ალექსთან არ მისაუბრია ეს ლოგო რატო გააკეთეთ, მაგრამ იმდენად ლამაზი ხოჭოს ვეშაპირო იყო, ეგ ეხა თქვი შენ, თორე ჩემთვის თევზი იყო რა. ანუ ჯიში ვერ დავაიდე, მაგრამ იმდენად ლამაზი თევზი იყო რა და მაშინ ახალი შეიძლება მევეშლება, მაგრამ ნუ ახალი მოკოქილი იყო Facebook-ი და ეს როცა რაღაცა პოსტი გაიჩნდებოდა live branding-ის მიერ რაღაც ძალიან თვალში მხვდებოდა ყოველთვის და რაღაც ჩამებეჭდა ძალიან ისე მყარად შენ და ბრენდინგის კი ბატონო. ზმაკაცობა მაგრად ჩაიბეჭდა ჩემ ტვინში რა. მე ბრენდინგით გავიცანი, ანუ მე არ ვიცნობი ალექსისე, მე გავიცანი როგორც ალექს ჩიკოვანი, რომელიც არის საქართველოში ბრენდინგის мама რა, ეგრე გავიცანი და ეხაც რავი რომ მკითხო ბრენდინგში ვინ არის, ორი მახსენდება, ერთი ალექსი და მე მაგის მოსწავლე, მეორე შოთა. ხო, სხვა შეიძლება მე კარგი რამე ახსენე, იმიტომ რომ მეც ეგ დაკვირვება მაქვს ეხა რომ ის ადამიანები, ვისაც ეხა ხვდები ბრენდინგის ნაწილში, აუცილებლად რაღაცნაირად ალექსის მოსწაფეობასთან ასოცირდებიან, აუცილებლად. ხა მაგალითად შოთა რა, მე მაშინ გავიცანი, როდესაც ეპიზოდი ჩავწერე და მაშინ გავიცანი შოთა, ხო? აც უკვე წიგნი აქვს დაწერილი ბრენდინგზე. წიგნი აქვს დაწერილი ბრენდინგზე, ხო და ხო, მაგრამ ვიცოდი მისივე პოსტებიდან თუ რა იქნებოდა, რომ აი ალექსის სტუდენტი იყო. კი, ჯერ სტუდენტი იყო, მე დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომელი იყო და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როცა ბრენდინგზე ვლაპარაკობთ, მამა თუ იმეა და დამფუძნებელი მამა ამ და ვინც კეთება დაიწყო, რაღაც ესე მოხდა, რომ კეთება მან დაიწყო, ეს იყო ლევან კობერიძე, პირველი კაცი, ვინც ბრენდინგ, მე მისგან გავიგე სიტყვა ბრენდინგი და არასოდეს არ უშვებ შესაძლებლობას, რომ ის არ ვახსენო. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს სწორედ GWS-ში 99 წელს 1900 და ლევანმა უკვე იცოდა ეს ამბავი და მოკლედ ისა და მაქედან გავიგე. და მანამდეც სანამ GWS-ში მიიწევდნენ, ასე ვთქვათ, ის მუშაობდა, აკეთებდა ამ ყველაფერს. და რაღაც ესე კეთება მან დაიწყო პირველმა, მე დავიწყე კეთება, მაგრამ სწავლება დავიწყე პირველმა და აგერ შოთამ პირველმა დაწერა წიგნი რა. რაღაც ესე მოდის რა. ხო. ძალიან მაგალითია. დინასტიასა. ხო, არის ძალიან სერიოზული ეს არის. ჯგუფი. ხო. ერთი ჩაკითხვას გავაკეთებ ამ კითხვის გარშემო და თუ გახსოვს რა იყო ის მომენტი, რომ გადაწყვიტე, რომ ეხა მე გავალ გარეთ. ჩემ თავს შენებას დავიწყებ, როგორც ალექსი არის ბრენდინგი რა. აი მან რატო გადაწყვიტე ეგ? იცი რატო გადავწყვიტე? ესე იგი აი ეს GWS-ი იყო ჩემთვის უსაყვარლესი სამსახური რა. იქ შეიქმნა საქართველოში ალბათ პირველი სულ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი, აი კომერციულად შექმნილი ბრენდები რა. არაკომერციული ბრენდები არის თვითნაბადი ბრენდები, რომელიც მანამდე არსებობდა ჩვენ ქვეყანაში რა. იგივე კატეგორია ბრენდები, ჩურჩხელა, გოზინაყი რა, კიცუხიშვილები, დინამო თბილისი, ეს თვითნაბადი ბრენდები იყვნენ, ჭოპორტის პამიდორი და ასე შემდეგ. კი, ისი კიტრი იყო? ჭოპორტის პამიდორი. და კიტრი იყო კიდე კიტრი რაღაცა. რაღაცა იყო. არა, მოიწევთ. არა, კიტრი მე არავის არ არა, ვიცი, მე შუშა კიტრივის, ხო, შუშა კიტრი სხვა, ჯიშია, ხო. ხო და მოკლედ 5 წელი, 4 წელი და რაღაც თვეები იქ მუშაობის შემდეგ, ნუ დადგა ის. რა ბრენდები გააკეთე? თამადად და ძველი თბილისი. იმიტომ რომ თავიდან იყო ეს GWS ეწერა, ეხლა ეს წმინდა გიორგი შუბიანი კაცი და ღვინის ისე ეწერა მარტო სახელები. ჯიშები რა, ხო და ერთ-ერთი ვიზიტისას ამერიკაში რო წავედი მარკეტ ჩეკზე ეგრეთ წოდებულზე, ხვანჯ და ქინძ ვნახე წარწერები რა და მე ვთქი ეს რა უბედურებაა. იცი რას გეტყვიო ჩემო ძმაო, ტიპა მიხო. რამდენსაც ვამბობთო აი იმდენი აწერა. მაგარი ხასმა ჩვენებელზე რა და ამ თემაზე უკვე საკითხი მიდიოდა კომპანიაში, ლევანს ჰქონდა დაყენებული კობერიძეს და ნუ ეხა მე არ შემიძლია არ ვახსენო ლევან გაჩეჩილაძე რა, ეხა მისი
პოლიტიკურ საზოგადოებრივ მოღვაწეობა სხვა არის, მაგრამ როგორც ლიდერი, დირექტორი იმ კომპანიის და დამფუძნებელი იყო აბსოლუტურად ესეთი რა, აი ახლა რო ინატრებს ადამიანი რა, მომსმენი, ხო, კი, დელეგირება, ყველა კი ბატონო და ესენი ამაზე საუბრობენ. თან ახალი შემოსული იყო ამ კომპანიაში, როგორც ფლობელი, ნაწილობრივი პენორიკარ ჯგუფი, რომელიც იყო უშველებელი ჯგუფი არის, აბსოლუტი ჩივასის უმაღლესი ბრენდებია, რაც გაგიგია ნახევარ. კი, ძალიან დიდი ჯგუფია და ეს ცოდნა შემოტანილი იყო, ამ ცოდნას აქ დახვდა ლევანი კობერიძის ცოდნა და მოკლედ ამ საკითხი და არ იქა მეუთხარი სასწრაფოდ და მოკლედ შეიქმნა თამადა ძველი თბილისი დაჯგუფთა ესე რომ სამაგიდო სუფრის ესე იგი უფრო ხელმისაწვდომი ღვინო ძველი თბილისის ქვეშ წავიდა და აქეთ ჯიშური და ადგილ წარმოშობა თამადის ქვეშ წავიდა და ასე შემდეგ ხო და მოკლედ ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემთვის ძალიან დიდი ცოდნის მიღება აი მითიური არსება რომ მეგონა რა აი არის ეგეთი ბრენდინგის мама ჟან-ნოელ კაფერერი წელიწადში ორჯერ თითო კვირიან ტრეინინგებს გვიტარებდა რა ჩავდიოდით და ღმერთმა გადაარჩინა ხა ამ ჭკუით რო არ მაქვს მასთან კონტაქტი თორე რა დავაგდებდი ალბათ იმ კითხვას და ხო და მე მოკლედ რა არ მინდა ხა იმ დეტალებში შევიდე მაგრამ გადავწყვიტე რომ მოკლედ მე აქ აღარ მინდოდა ასე ვთქვათ მემუშავა და მინდოდა ჩემ ძველ ოცნებას დავბრუნებოდი საზღვარგარეთ სწავლის და გამიმართლა მოკლედ გამომივიდა და წავედი ძალიან მიზანმიმართულად ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში იმიტომ რომ ლანკასტერის უნივერსიტეტში მაშინ აი ამ ბიზნეს თემებს ხელმძღვანელობდა ესეთი კაცი ჰენრი მიცბერგი რომელიც არის სტრატეგიის ერთ-ერთი мама 92 წლისაა თუ რაღაც ეხა რა და ამ ბოლო დროს რაღაც ორგანიზაციული მოწყობის და იმ თემებს ეწერს და ის მანამ სტრატეჯი საფარი ერთ-ერთი წიგნი იყო პირველი რომელიც მე წავიკითხე და ეს არის კაცი რომელმაც პირველად მსოფლიოს ასე ვთქვათ ისტორიაში დაიწყო MBA-ების კრიტიკა. ოჰო, ეგაც ყოფილი. ხო, და იზახოდა რომ დაშტამპულ დეგენერატებს უშვებენ იქიდანო და ტიპებსო რომლებიცო ლავ ლეტერებსაცო ბულიტ პოინტებად წერებენ რა. სასიყვარულო წერდნენ ბულიტ პოინტებად. სად ნახა მაგდასაწვამა ჩემი თვალები, ხო ხტები? ბულიტ პოინტებად ამბავი და მოკლედ მიდგომა ქონდა ესეთი რომ ჯიმაც თუ ვერ აბარებდი რაღაცა სხვა ისა იმიტომ რომ იზახოდა რომ არ არის ეს ტესტები იმისისა რომ ტიპი იყოს ლიდერი და რაღაც მე არ ჩამიმარებია ჯიმატი იმიტომ რომ ვერც ვერასოდეს ვერ ჩავაბარებდი მაგრამ სამი გასაუბრება გავიარე სამაგიეროთ ერთის მაგივრად სამი რაღაც დავწერე და ასე შემდეგ და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო რომ დავამთავრე ძალიან ინტენსიური იყო წელიწადი და 2 თვე იყო რა რო დავამთავრე მომცეს ყველაფერი რა და მე გავიარე გასაუბრებები ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი გუნდების კაპიტნებთან და მწვრთნელებთან მორაგბეებთან რაღაც ჩემი ესე ვთქვათ ის ბექგრაუნდი იყო რაგბის თამაში და ძალიან საინტერესო ამბავი იყო ამ ადამიანებს ერთი კითხვით მიმართა მარტო მაშინ ლანკასტერმა რომ გითხარით ეს კაცი მორაგბე არის თუ არა ხასიათით რა ხო ხტები ანუ მათემატიკა რამე სტატისტიკა რო გაუჭირდეს რას იზამს ხო ხტები და გამიჭირდა ჩავიჭერი კიდევაც სტატისტიკაში მე მყავდა ინდოელი ჯგუფელი რა ვიცი მილიარდების ფარგლებში ზეპირად აკეთებდა ყველაფერს იმან მამეცადინა ჩავაბარე და ნუ დისტინქშენი დავამთავრე ამის და მიუხედავად ანუ ძალიან ღია ამბავი იყო და მე ამ ჰენრი მიზმერგა ის რო გაიგო ორკვირიან თავის ლიდერშიპ კურსზე მიმიწვია აი როგორც ნიმუში იმისა რომ ტიპა მათემატიკა არის ის და მაინც აგერ რაღაცა იმიტომ რომ რაღაცა და აი იმ სკოლაში მივხვდი მიზანმიმართულად წავედი იმიტომ რომ იქ ესე იგი MBA იყო სპეციალიზაციით აჰა ამაშიც ძალიან ზოგადი არამედ მე მაქვს MBA და ქვემოთ აწერია ესე იგი corporate strategy brand building and management ანუ კორპორატიული სტრატეგია ბრენდის შენება და მართვა ქართულად ანუ უკვე მაშინ ეს იქ იყო ასე ვთქვათ კარგად გააზრებული რომ კორპორატიული სტრატეგია და ბრენდის სტრატეგია ფაქტობრივად ერთადერთი რამეა ხო ეგ არის და მაგისტრის წავედი რა და აი ჩაუჯექი შევედი სიღრმეებში და რო ჩამოვედი უკვე მინდოდა რომ ამ მიმართულებით მემუშაო თან აღტკინებული ჩამოვედი ეს იყო 2005 წელი აქ ჩვენ ქვეყანაში ახალი მომხდარი იყო ეს ამბები და ესე შორიდან მეგონა რომ ჩემს სამშობლოს დავჭირდები არიქა მოვიდა ჩვენი დრო რაღაცეები და ჩამოვედი დაბრუნდი და მოკლედ ამ იმას შეუდექი. მე რო ჩამოვედი რაღაცა რამოდენიმე ადგილას ცოტა ხანი ისა და
მე მიმიწვიეს სარეკლამო სააგენტო სარკეში, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს. ეხლა ქართული რეკლამის და აი ამ ინდუსტრიის განვითარებაში უშველებელი წვლილი აქვს და მიმიწვიეს, იმიტომ რომ აი ეს ბრენდინგის მიმართულება განმევითარებინა რა, აი ბრენდინგის განყოფილება და რაღაც. ხო და მოკლედ აი იქიდან დაიწყო უკვე და იქ რაღაცა გარემოებების გამო სარკეს შეექმნა პრობლემები და მე ჩემი ორი დამკვეთითი მომენტისთვის ეს იყო ჯეოსელი და ეს იყო ახლად გაყიდული ნატახტარი თურქებზე ხო ეფესმა იყიდა და ესე იგი ჯეოსელი რატო იმიტომ რომ ჯეოსელში მაშინ უბრალოდ გლობალურად ტელიასონ ერაში მოხდა ტოტალური რებრენდინგი რა და ნუ რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო და იქ ვიყავი როგორც ლოკალ სააგენტო, ნუ სარკის წარმომადგენელი და ნატახტარი რო გაიყიდა FS-მაც მოითხოვა ბრენდინგ სააგენტო რო ყოლოდა და აი ამ ორი ასე თქვა დამკვეთით კლიენტი არ მიყვარს სიტყვა მომიწია 2008 წელს აი ომი ახალი დამთავრებული იყო ერთი თვის ორი თვის გამეკეთებია ჩემი კომპანია რა და მაშინ გავიაზრე რომ ესე იგი დგამ ნაბიჯს აკეთებ ბრენდ კონსალტინგ კომპანიას, სტრატეგიული ბრენდინგის კომპანიას და всё აქ ახა რა და შეხვედი ბოლომდე და ეს იყო ძალიან გააზრებული ნაბიჯი რა. ხო? მანამდე ამისთვის იყო მზადება, რომ სტრატეგია ეს მაინტერესებდა რაღაცები, იქ ლანკასტერში რაღაცა ისა და ჩამოვედი და მე აი უკვე მივხვდი რომ აი ეს მინდოდა მეკეთებინა რა და მეგონა რომ დიდი ასპარეზი მომეცემოდა ჩვენ ქვეყანაში რომ ბრენდები მეკეთებინა, მაგრამ საინტერესო დამკვეთით კი დაიწყე. ჯეოსელი ძალიან კარგი იყო. ჩემთვის პირადად ეგ ბრენდი იყო რაღაცნაირად პირველი ისეთი რა. ხო, იცი რა, თუ კი ვინმე ბრენდი იყო საქართველოში, ჯეოსელი იყო ნამდვილად და ნუ ეხა ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, ხვდები? ტელიასონერა, მათი კულტურა, მათი ეთიკა, მათი დამოკიდებულება, მათი მიდგომები, ასე შემდეგ. თან ეს იყო საოცარი გამოცდილება, იმიტომ რომ მათი ეს გლობალური რებრენდინგი გააკეთა იმან რა ქვია Landor Associates-მა და Landor Associates არის უშველებელი ბრენდინგის კომპანია და მაშინ მისი CEO იყო Alan Adamsoni, რომელიც წიგნიც იყო ერთ-ერთი პირველი, რაც მე წავიკითხე, Brand Simple ბრენდინგზე, ხვდები? სხვა შორის მივწერე, ხო იცი, აღთხოვანებულმა, რომ რა მაგარი წიგნია, მე დამწყები ვარ, რაღაც პასუხი მომევიდა ქართულად. რო ბედნიერი ვარ, რომ საქართველოშიც კი რაღაცა და აღმოჩნდა რომ თურმე ძიძაყოლიათ ბავშვების ქართველი და იმას დააწერი და ხო ძალიან მაგარი ამბავი იყო ეგ და ეხა ეს ხალხთან ეს არისო ვიღაცა პრაქტიკანტები ძალიან სერიოზული სპეციალისტები ყავდათ გამოშვებული თუნდაც მე ამ მესამე ქვეყანაში ასე ვთქვათ რა და იქ სერიოზული გამოცდილება მივიღე მარტო მოსმენით და ყურებით რა მაგარია ძალიან მაგარია. კი ბატონო. და პირადი ბრენდის შენობაც შესაბამისად პარალელურად დაიწყე, პარალელურად დავიწყე, ხო, იმიტომ რომ მე მქონდა კარგი მაგალითი, ნახე, ესე იგი 1995 წელს თუ არ ვცდები, შეკრიბეს 19 წლამდელების ნაკრები რაგბიში. და მე მიწევდა ასაკით, მაგრამ მე არ დამიძახეს რა. და ნუ რა თქმა უნდა როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა სახში მოვედი და ვთქვი რომ აი ეს ამათი ბრალი სხვას დავაბრალე მოკლედ ყველაფერს და მადლობა ღმერთს მე მყავდა მამა აცხონოს ღმერთმა რომელმაც მითხრა რომ არა შვილო ეგ შენი ბრალი არიყავი ღირსი და იმიტომაც აუ ჩემი ბიჭი დაჩაგრეს არ დაუწყია ხო და ხა მამამ რომ მაგას გეუნება თან ჩვენს მაკაცობდით ისა და მეორე წელს მოკლედ მაგრად მოვინდომე და დამიძახეს კი არა ძირითადად შემადგენლობაში ვიდექი 96 წელს ხო და მერე ამის მერე რო ჩამოვედი მაგრად ვივარჯიშე რაღაცა და მერე ისე ხო იცი აი რაღაცა ისა და მოკლედ ეს არის ჩემი დიდი სინანული რა რომ ვერ ვითამაშე ისეთი დიდი რაგბი ასე ვთქვათ კლუბში კი ბატონო მაგრამ აი ნაკრები და რაღაცა კიდე კაი ასე ვთქვათ ესე გადაწყდა რომ ესე იგი როგორც სოფლიოშია რა თუ 20 წლამდელების ან 19 წლამდელების ანუ ნაკრების ძირითადის მერე ასაკობრივში ნათამაშები ვიღარ შენ ცითვლები ანუ ბორჯღალოსნად მაინც ვითვლები ხო მაგრამ ნუ მაინც დიდი სინანულია ამის მერე აი ეს გაკვეთილი აქრო ცხვირი წავიმტრიე და იმას ვქენი ამის მერე ჩემ პროფესიაში გადმოვიტანე და მიუხედავად იმისა რომ უამრავი წლები ჩემი ცოდნა საერთოდ ვერ ვიყენები არ ჭირდებოდა არავის რა ბრენდინგი რა ისა ძალიან ბევრი ის გავიარე რა. ქარტეხილები, უფულობა, უდაკვეთობა, უშეკვეთობა, რა ვიცი, უამრავი რამ.
მე მაინც ვიჯექი და ვიღრმავებდი აი ამ ჩემს ცოდნას და უნარებს და ამაში ძალიან მეხმარებოდა ლექციების კითხვა. კი. იმიტომ რომ ახალგაზრდებთან რო შედიხარ აუდიტორიაში ჯერ ერთი პასუხისგებლობაა და მე ეს ახალგაზრდებიც ძალიან გამაიმუნდნენ და ხო იცი ყველაფერი განვითარდა და რაღაცას რო იძახი ჩაყოფს მობილურს მაგიდის ქვეშ დაგუგლავს რამეს და გაიჭედები და ხო ხტები მზად უნდა იყო რა და თან მივხვდი რომ ჩემ ჯეელობაში როგორც იყო რომ სტატუსი რო ქონდა ლექტორის ადამიანს ან მასწავლებლის უკვე ის იყო აქ მივხვდი რომ დასამტკიცებელი გაქვს რომ ვიღაცამ დაგიძახოს თუნდაც ბატონო ალექს ხტები როგორ ბრძანდებით რომ გაღიარო და ძალიან მომეხმარა რა და მე გზაში აღმოვაჩინე რა თქმა უნდა რომ ეს არის პერსონალური ბრენდინგი შენ თავზე მუშაობა ანუ უკანა მხარე ეგ არის შენ თავზე მუშაობა ყველას და ყველაფრის ასე ვთქვათ შეცნობა მოჭხრეკა ისა ოღონდ მე რომ დააფოკუსირო ეს ყველაფერი ისევ შენ ძირითად კომპეტენციას მოახმარო და გარეთ გამოიტანო რა მე ასე ვთქვათ განვითარდა მაგრამ რაღაცები მაინც ვერ გავაკეთე გინდა ფულშოულობდე მაშინაც კი როცა გძინავს მე კი და ზუსტად ამიტომაც ყოველ თვე საქართველოს ბანკის მობილბანკის დახმარებით ვახდენ ინვესტირებას ამერიკის საფონდო ბირჟაზე ფასიან ქაღალდებში კერძოდ ინდექსში S&P 500 რომელშიც გაერთიანებული არის ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანია ფაქტიურად ამერიკის ეკონომიკაში ვახდენ ინვესტირებას ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით $100 ყოველთვიურად ინვესტირების შემთხვევაში 15 წელიწადში შესაძლოა კონდეს $40,000 ამიტომაც ვიდეოს აღწერაში გადადი მულზე და დაიწყე ინვესტირება დღესვე თუნდაც $1 არ გადაგდო შენი მომავლის შენება. ეხლა რო გისმენდი რა, სპორტი ახსენე, რაგბი ახსენე რა, იდეაში ნუ ასე თვალს რასაც გადევნებ ჯანსაღი ცხოვრების წესის ესეთი დიდი გულშემატკივარ აპოლოგეტი ხარ, ხა სპორტი რო გიყვარს, ეგეც სალსახად ჩანს. მე რა რო არ ვეთანხმებით ერთმანეთს საგულშემატკივრო. არა, ეგ ეხლა ხო, ეგ სხვა თემაა ხო, მაგრამ ძალიან გიყვარს რა და თან კიდე პერსონალური ბრენდის თემას შეეხედა, ეხუზებ ტვინში დამილაგდა რა. და კითხვას ესე დაგისვამ რა. როგორ ფიქრობ რა, რიგით სპორტსმენებს, რიგით ათლეტებს, რიგით ბრენდებს და წარმატებულ სპორტსმენებს, წარმატებულ ათლეტებს, წარმატებულ ბრენდებს რეალურად რა განასხვავებს და რა კითხვა გამიშთა, იცი? მიაწვა მენტალიტეტი ხო არ არის ეგ სხვაობა თქო, მინდოდა მეკითხა. კი. ეგ არის? მიაწვა მენტალიტეტია ჩემენაზე. მაგალითად ის დამავიწყდა ამომივარდა, მაგრამ მამბა მენტალიტეტი რო აქვს. კობი ბრაიანტის ხო, ეგ მენტალობა არის რა. შენზე ჩემთვის მიაწვა მენტალიტეტი. აი ისა, მესი და რონალდო ავიღოთ რა. მესი არის დაბადებული ტალანტი რაღაცა, რომელმაც ასე ვთქვათ, ასევე იშრომა იმუშავა თავის თავზე და კრისტიანო რონალდო არ არის ეგეთი დაბადებული ტალანტი, როგორც მესის რაღაცეები, მაგრამ ისე იშრომა, აგერ ხო ხედავ. ხა, კაცმა მესის ეპოქა გაუყო, ხო? კი. აი, ძალიან ნაშრომი ის არის პერსონალური ბრენდია და რიო ფერდინანდის თუ ვიღაცის ინტერვიუა მანჩესტერში რო თამაშობდნენ რა ერთად რა და იძახი, აი, სიცილით იხოცებოდნენ იმ სტუდიაში რა, როყვებოდა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის მერეო დამპატიჟაო, რომ ჩემთანო სახშიო მესტუმრო. და მივედითო და შევედითო და ეხა მგონიაო რომ ვარჯიში მოთავებული გვაქვს და რაღაცა კარგად უნდა ვჭამოთ გემრიელად რაღაცა და მოიტანესო რაღაცა 20 გრამი. რონალდოზე ყვება. რონალდოზე 20 გრამიო ისო, რა ქვია, ფოთოლი რაღაცა და 20 გრამი ქათმის ხორციო და მე ვიფიქრე რა აპერიტივიაო და ეს რო ჭამეთო, მე მითხრა რომ წამო ის ვითამაშოთო რა ქვია, რას იძახიან, გრეხეთბოლი თუ რაღაცა, ხო იცი, აი ის რო არის რა, ბადე და ფეხით ხო. მერე წამო ვიცურაო, წამო რაღაცაო და ბოლოს მითხრა რომ აბა კარგად იყავიო რა. ტიპი ამ რეჟიმით ცხოვრობსო, რობოტია გაგიჟებული. ანუ ხო ხტები რა, აი სტუმრობა იყო რომ კიდე ვივარჯიშე და აი ეს ამბავი რა. არა, მაგნაწილში არა. ეხა არ მინდა ეხა ვიღაცა მოგვისმენს იტყვის რომ რონალდოს რაის ნიჭი არა აქვს, მაგრამ ხა მესი სხვა მოვლენა იყო, ხო, მაგრამ ნუ იცი რა, მოდი ეს ტიპი რომ 40 წლის ასაკშიც ეხა რეებს აკეთებს, ხო, ან გინდა ერთი, გინდა მეორე, ხო? გინდა ერთი, გინდა მეორე. ხო და იცი რა არის, ყველა სპორტსმენი და ყველა რიგითი თუ ისა, აი ეს არის რა, მიაწვა, შრომა, რაღაცა, ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ცხოვრებაში არის რაღაც გამართლება, მაგრამ გიმართლებს თუ მზათა ხარ რა ამისთვის რა, იმიტომ რომ ტვინი გაქვს მომართული და იმ შესაძლებლობებს უფრო ხედავ რა. იმიტომ რომ ეს არსებობს რა და ვიღაცა ხედავს, ვიღაცა და ალბათ თუ არ ნებდები და არ ჩერდები. თუ არ ნებდები და არ ჩერდები, ეხა ეგ რა თქმა უნდა. ეგ არის ნომერ პირველი რა.
ხო, არა, ამ წიგშიც ხო იდეაში მთელი იდეა მიბმულია გზელვადიან, ხო, გზელვადიან თამაშზე რა. მე არ შემხვედრია ჯერ არც ერთი ვიღაცა წარმატებული რომელსაც რაღაცა გზა გაიარა და არ უთქვამს რომ არ გაჩერდება просто ანუ შეუპოვრობას რო არ შეხებოდა უბრალოდ არ მინდა მათი უმრავლესობა სხვებთან შედარებით გაცილებით მაგარ პრობლემებში ყოფილა. კი. მაგრამ სხვათა შორის გაგიკვირდება ხა დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა ეს ადამიანი, ხო? მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური რაც მოსმენელი მაქვს აი ამ თემაზე არის ტაისონის სიტყვები, რომ ვიღაცამ მკითხა რომ აი რა როგორო და ბიჭო რა ვიციო რა ვარჯიშობდიო მაგრამ მიჭირდაო რა საშინელებები მემართებოდაო სულ მინდოდაო რაღაც მაგრამ ფიქრობდიო რომ დავნებდებიო მაგრამ მე კარგად დავფიქრთიო და მივხვდიო რომ რო დავნებდეო თავს უკეთესად ვერ ვიგზნობო და ჯობია ისე გავაწელო ხო ხტები ძალიან მაგარი ამბავია და ეს ჩემ მაგალითზეც სხვების მაგალითზეც აი ხა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ესე რჩევას მოგცემთ ესე არ მინდა ადამიანებს ვინც გიყურებს რა უთხრა, მაგრამ გაუზიარებ რომ ეგრეა რა თუ დანებდები თავს უკეთესად ვერ ვიგრძნობ, იმიტომ რომ მე ყველას დაგმართია ალბათ რაღაც მომენტში და ვარესად მიგძნია თავი, ამიტომ ჯობია არ დანებდე, იმიტომ რომ ისევ სპორტმა მომცა ის რომ აი რო გადალახავ არ შემიძლიას რო გადალახავ, მე ისე იხსნება, აი რა ვიცი. ხო, რატო იმავს აი ფიზმომზადება რო დაგვაწყებინეს სერიოზულად, როცა რაგბის თამაშობდი, აი კუსტპაზე უნდა აგერბინა და იქ მერე წრეები გერბინა და ნუ აი აგერბინა, ნუ აი რომ მეგონა რომ მორჩა ეხლა, აბა დედა, მამა, ჩემო დაო, კარგად იყავით, უნდა მოუკვდე და თუ არ გავჩერდებოდი, მე იქ იხსნებოდა და 3 წრე უნდა რომ ერბინა 5 ურტყამდი რა, აი მეორე ის რო იხსნება, სუნთქვა ხო ძალიან. ხო, არა, ეხლა რატო იმავს კენი ეგ რო ეგ კი ბატონო, მაგრამ თითქოს მყოშკაი მე მაგ ეგრაბეჭლებო რომ შეიძლება იფიქრო ადამიანმა რომ ციფრულ სამყაროში ვირუსულობის ფენომენის გამო შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ აი თუ გაგივარდა, აი ეგ არის რა და არა და აქაც არ არის ეგ რა, აქაც ყოველდღიური თავჩახრილი გავარდნით, გაგივარდება შეიძლება. ხო, მაგრამ მიაღწევ აი ამ fame-ს, ეგრეთ წოდებულ ამ წინდა რომ, მაგრამ მე ამას დაჭერა ხო? ხო და აი არის ხოლმე რომ ეხლა შეიძლება ვიღაცას არ ესიამოვნოს, მაგრამ არის რა, ზოგჯერ აი უცებ გამოვარდება ვიღაცა აბა ბრენდინგს ვაკეთებ, იმავშვები და მე გაქრება აღარ ჩანს ეს კაცი რა, ხო ხტები ან ქალი, რა ვიცი. ხო და იმ დღეს აი საუბრობდით სწორედ მე და შოთა ადრე რა იმ დღეს და რაღაცა და მაგაზე საუბრობდით რომ აი ვიღაცა შემოვარდება ბრენდინგი ისა მე აღარ არის და ჩვენ ვართ ისევ და მე მივედი დასკვნამდე რომ ჩვენ ვართ ქვიშა რა ხოცი წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან და ეს ქვიშა ხარ მაშინ როცა შენ თანმიმდევრული ხარ რა სხვათა შორის ეხა ეს კაცი აი ოდნავ ცოტა პაპსატიპი კი არის, მაგრამ კარგ რაღაცეებსაც იძახის რა, აი საიმონ სინეკი რა. კი, მე მომწონს. ხო, აი ერთ თემაზე შეუულია, კაი დიდი ბუთქუჩა წიგნი დაწეროს და აი წაკითხული მაგ და ატრიალებს, მაგრამ კაი რაღაცეები აქვს და სხვათა შორის სპორტის მაგალითი აქვს ძალიან კაი რა, იძახის რომ ჯიმში რო წახვალო ივარჯიშებო. პირველ დღეს სარკეში რო ჩაიხედა, you see nothing. ესე იძა, ვერაფერს ვერ დაინახავ. ერთი თვის მერეცო, რა ვიცი, ერთი წლის მერე, ანუ კონსის თანმიმდევრულობა რა და ეს თანმიმდევრულობა, აი როდის ვთავდება თანმიმდევრულობა, მეკითხებიან. აი ეს რო სადამდე. ხო და ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ, ფრაზა, რომელსაც თელი ცხოვრება მუდმივ მოქმედი ფრაზა ვიძახი, ვამბობ, რომ სანამ ხარ საქმეში, ხარ ბრენდინგში და პერსონალ ბრენდინგს ესე მოვარგე, რომ სანამ ხარ ცოცხალი, ხარ ბრენდინგში, მაგრამ ამ ბოლო დროს ასევე გავედი იმ თემაზე, რომ თუ კარგი პერსონალური ბრენდი ხარ, ხო? მაშინ ცოცხალი როცა აღარ ახარ, მაშინაც ბრენდი ხარ რა. ოღონდ შენ ვეღარ იცავ ამ თანმიმდევრულობას, ერთადერთი ეგ არის, თორე შენს მერე ცოცხლობს. ვაჟაბშაველა ბრენდი არ არის. და უამრავი მილიონი რა. გალაქტიონ ტაბიძე ხო? დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ხო? ხო, გემოვნების ამბავი ყველა ბრენდია რა. ხო? აი ეს არის. ანუ ტოვებ მემკვიდრეობას, რომელიც მაგალითია, ვიღაცისთვის ინსპირაცია, ვიღაცისთვის ნიმუშია, ოსტატობის და ასე შემდეგ. ანუ ახლა ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა რო ქონდა, იქ თუ მაგრად ივლი, მერეც თქო რა. ანუ ესეთი ფრაზა მაქვს რა.
რომ პერსონალ ბრენდინგზე მქონდა საუბარი და მერეც. ანუ ეს არ თავდება, სულ ხარ რა, ხო? და ძალიან დამამახსოვრდა ერთ-ერთი იმაში ამოვიკითხე, პიტერ დრაკერთან იყო სტუმრად მისული როჯერ მარტინი რა, მისი ეხლა დღევანდელი ძალიან დიდი ბიჭია სტრატეგიაში, როჯერ მარტინი და პიტერ დრაკერი რო დიდი ბიჭია, ეხლა ეგეთი უნდა. მე ვეძახი ბიზნესის ვაჟაბშაველს რა, კი, იმიტომ რომ 50-იან, 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში რასაც წერდა ეს კაცი მე-20 საუკუნის. დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ხვდები? ოღონდ სიტყვა ბრენდინგი არ იცოდა რა, ახალი ის არის რა. დისციპლინა. კონტექსტი არის დრაკერთან უბრალოდ თანამედროვებას და იხსენებს რომ კითხეო რომ თქვენი წიგნებიდანო რომელია საუკეთესო 84 წლის იყო მაშინო და ესე მიპასუხაო რომელსაც აწი დავწერო რა ვიცი 84 წლის კაცი რო აწი და დაწერა ხო დაწერა კი კაცო კი ჩემ სტუდენტებს ვეუბნები რომ თუ რამეს წააწყდებით მაგისას დაწერილს ყველაფერი წაიგეთ მე არ ვიცნობ დრაკერს რა დრაკერს ცოდნით ესე მეც არ ვიცნობ პირადად არა წიგს არ ვიცნობ არა გავიგე წიგს არ ვიცნობ იმიტომ რომ ნუ მე გადავწყვიტე რომ მოვიძიე ინფორმაცია ვინ იყო დრაკერი რას წარმოადგენს მე გამაცნეს როგორც მენეჯმენტის მამა ეს გამაცნეს მაგალითად და ნუ რომ ნახე რა პერიოდის აი იგივე დრაკერზე მჭირს იგივე რაც ნაპოლეონ ჰილზე რა ის არის მაგარია ერთიც მეორეც მესამეც მაგრამ ეგ დრო ანუ ის კი რომ ეგ რელევანტური აღარ არის უბრალოდ კლასიკაა რა ოდი ეს დავარ დრაკერზე ვერ დაგეთანხმებ იმიტომ რომ დრაკერი რასაც ლაპარაკობდა მაშინ თუნდაც ადამიანების მართვაზე და ძალიან კარგად ამბობს ადამიანებს შორის ურთიერთობის მართვაზე, იმიტომ რომ ადამიანების მართვა აი ეს ვითარება არსებობს ურთიერთობა, ხო და როგორ უნდა მოუარო შენ თანამშრომლებს განავითარო რაღაცა, ამაზე ლაპარაკობს დღეს მთელი სოფლიო როგორც აი უახლეს აღმოჩენაზე ბიზნესში და ეგრე არ არის. მაგას დრაკერი ლაპარაკობდა და მაგ აცხონებს ღმერთი, მაგას გაახარებს ღმერთი და ყველაფერი ამბობდა რომ ბიზნესს ორი დანიშნულება აქვს შექმნასო მომხმარებელი და მეორე მარკეტინგიო რომ აქამდე დანარჩენი ყველაფერი ხარჯიაო და ჩვენ ქვეყანაში მარკეტინგი და გაყიდვებია ხარჯი და მედის ხმალაობა ფინანსებსა და მაგათ შორის და სულ ასწავლი ყველას რომ ფინანსები რო დაკეტაკებად კითხეთ რომ ის ფული რასაც ეგენი უფრთხილდებიან საიდან მოდის არა, ეგ ჩემი ამიტომ დრაკერზე ვერ დაგეთახმები. იმიტომ ვეძახი ვაჟაბშაველს, რომ რაც ვაჟაბაბუს დაუწერია 10 საუკუნის მერე კიდე აქტუალური იქნება, ხვდები? კიდევ მეტად. ეგეთია დრაკერის ნაშრომებიც. ეხა შემოვაგდებ ნავალს, რა ვიკანს. შემოვაგდ. ნავალი იძახის და ძალიან მომწონს იდეურად, რა, თუმცა პრაქტიკაში ეგრე ყველაფერი შეიძლება გამოსცილი. ანუ რაც უფრო პირველად იწყაროდან ეცნობი რაიმე ტიპის თემას, ანუ რაც უფრო პირველად იწყაროდან ეცნობიო, ეგ არის რეალურად ფუნდამენტი და ყველაფერი სხვა დანარჩენია მაგაზე მიშენებაო და ანუ თუ რეალურად თემა გაინტერესებს და იმოყვანილი ყავდა რომ ეკონომიკა თუ გაინტერესებსო, ანუ ადამ სმიტი უნდა წაიგითხო და მე მიაშენო რაღაცეებიო რა. თუმცა ეს ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, წინასწარმეტყველური კი არა, ნუ ძალიან შორს იხედებოდა რა, რაღაც მუდმივ მოქმედ თემებზე ლაპარაკობს რა და სხვათა შორის როჯერ მარტინის ერთ-ერთ სტატიაში უწერია, რომ აი ამ წლის მერე გამოცემული დრაკერის წიგნებიო აღარ წაიკითხოთო, იმიტომ რომ ესო უკვე მისი სიკვდილის შემდეგ დარედაქტირებული და აი ეს პოლიტკორექტულობის ქვეშ მოქცეული წიგნებიაო, ხვდები? და მე მაგით ხელმძღვანელობ რა, აქეთ ვკითხულობ, რაც თვითონ დაწერა იმ კაცმა და თვითონ იმას ქნა და ხო, იმას ფუნდამენტალურ ამბებს, მაგრამ რა ეხა დრაკერი და ის რა ხო, ბრენდინგი ხო ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა და მასში არაფერი არ ხდება, რაც არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ჩემი სულ ფრაზა, როცა ვიწყებ ლექციას და ეხა ტოლსტოიმ თქვა ხო ეხა მაგაზე დიდი მწერალი ცოტა იყო ხო პროზაიკოსი ეხა შეიძლება ვიღაცამ გაგვანძღოს რაღაც რუსი იყო მაგრამ ფაქტს ვერ წაუვალთ ვერც მაგან თქვა რომ შენ თუ გინდა რომ ახალი იდეები მოგივიდეს წაიკითხე ძველი წიგნები აი ეგ არის რა კარგად თქვა მაგრამ თქვა ნაბი კარგად უთქვა ჯობსმაც მასე გააკეთა ეფლი რა წაიკითხა ძველი წიგნები ჩაუჯდა იმ რა ქვია ინდურ და იაპონურ აი ამ უდახვეწილეს აი ამ რაღაცა იმის იეროგლიფების და ასოების გამოყვანის ამბავს მარტო მაგას სწავლობდა და მე დადო მაკი რა. ხო, მე სექსი გაჯეტს, როგორიც უნდოდა რა, ეძახოდა რომ აი
I want to make sexy gadgets. მას კი არის first principles პირველადი პრინციპების მენეჯმენტის მომხრე რა, ანუ ყველაფერი მოსულა თუ ფიზიკის კანონს არ ეწინააღმდეგება იძახის, ან ნებისმიერ რაღაცას კითხო რა, ყველაფერი გაკეთებადია თუ ფიზიკის კანონს არ ეწინააღმდეგება და ანუ სულ იძახის რომ ნებისმიერი როგორც მინიმუმ ყველაფერი ცდადია. ხო, ეგ არის ბრენდინგის პრინციპი. ნებისმიერი დაშვება რასაც აკეთებ და არგუმენტში რომ იძახი რომ ეს არ გამოვა, სულ მაგაში ატარებს რა, რომ რატო არ გამოვა რა უშლის ხელს რა არის. ფუნდამენტში რა უთხრა თუ ფუნდამენტში ფიზიკა მხვდება ვანებებ თავსო და თუ არა და ბოლომდე მიმკავს რა და ეგეც ეგრეა რა რაღაცა თუ ჩემსავით გიყვართ კითხვა და ხელით ჩანაწერების კეთება და თან ამავდროულად ჩანთაში რამოდენიმე ბლოკნოტით და წიგნითაც კი დაიარებით მაშინ ეს დივაისი თქვენთვის არის უკვე ერთი თვეა რაც ამ დივაისს ხმარობ და არ შემიძლია ჩემი გულწრფელი აღთროვანება არ გაგიზიაროთ ასე ვთქვათ რა ჩვენი თანამოაზრის Zoom-ის მაღაზიაში აღმოაჩინეს დივაისი ეს არის Buxi არის საკითხავი API Android-ის აპლიკაციაზე, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი აპლიკაცია შეიძლება გქონდეთ ამაში ჩატვირთული. მე მაქვს პირადად Kindle-ის და Sabas აპლიკაცია, კიდე 3 PDF ფორმატის წიგნი მაქვს, დავიარები ფაქტიურად მთელი ბიბლიოთეკით, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაოც არის მისი ჩანაწერების კეთების ფუნქცია. ვერ განასხვავებს საერთოდ ფურცლისგან და აბსოლუტურად ყველა ბლოკნოტი ჩამინაცვლა და თან წიგნის კითხვის დროს განსაკუთრებით როცა ვემზადები პოდკასტის ჩაწერისთვის მჭირდება ჩანაწერების კეთება ხოლმე და პარალელურად ეკრანს გავყოფ ხოლმე და აქეთ წიგნი მაქვს და აქეთ ჩანაწერებს ვაკეთებ. მოკლედ, საოცრად გაზარდა ჩემი პროდუქტიულობა და არ შემიძლია რომ არ გირჩიოთ და არ გაგიზიაროთ, ამიტომ ვიდეო სახსერაში იქნება მითითებული ჩვენი თანამოაზრე Zoom-ის ვებგვერდის ლინკი, გადადით და არ გამოტოვოთ საახალწლო სეზონი. ეხლა ისეთი პატარა დისკუსია საუბარი გამოგვივიდა, რომ ანუ განცდა გამიშთა, რომ ბევრი მითი არსებობს რა ბრენდინგში, რა ძალიან ბევრი ძალიან. ხო და მოყევი რა მითებია ყველაზე პოპულარი, ხო და ნუ აი ბრენდი არის ლოგო, ბრენდი არის შეფუთვა, ბრენდი არის რაღაცა ის არა, რეკლამა და ასე შემდეგ. არა და ბრენდი არის მისი შინაარსი, ვინაობა აი არიცით რეპს აი რეპს ვეძებ და რა მაგალითები მომაქვს რომ გავაგებინო ადამიანებს რომ ბრენდი სულ სხვა რამეა და ბრენდინგი სულ სხვა რამეა რა მე რა მეტევს იცი და ბრენდინგი არ არის 5 წუთი და 1 წელი რა ეს არის მუდმივ მოქმედი პროცესი რა აი ეგ კავშირი რომ რატო გვიჭირს ჩემ თავსაც შევაყერებ მაგრამ ბავშვი რატო გვიჭირს პრაქტიკაში იმის გააზრება რომ კორპორატიული სტრატეგია და ბრენდის სტრატეგია ორი ცალ-ცალკე რაღაცა როგორც კი დაგიჩნდება იმ წუთშივე რაღაცა შეცდომაში შეხვდა რა თუ აბსოლუტურად ერთი და იგივე რაღაცა იმიტომ რომ ბრენდის სტრატეგია მეტი არაფერი არ არის გარდა იმისა თუ რისთვის ხარ რა ფასეულობებით ხარ და როგორ და რისთვის ხარ რას აკეთებ ვისთვის აკეთებ როგორ აკეთებ ხო მეტი არაფერი არ არის და მეტი კორპორატიული სტრატეგია მეტი მთელი ბიზნესის არსის მეტი რა უნდა ეგ არის მაგრამ იცი როგორ არის რადგან ეს მითები არსებობს რომ ბრენდინგი შეფუთვა ამიტომ კორპორატიული არაა ძმაო შეფუთვა რა ეგ ამბავი არა და თუ გაიაზრებ ჭეშმარიტი ბრენდინგი რა არის ესე ვეძახი მე რომ ეს არის შინაარსი თუნდაც ყველა პროდუქტი და მე ვამბობ რომ სამდონიანი ბრენდინგი არსებობს არის კორპორატიული ბრენდინგი ხო ანუ ეს არის მაგალითად არ ვიცი Nestle ხო რომელიც სახელი არ ქვია არც ერთ პროდუქტს კი მაგრამ როგორც კორპორაცია, კომპანია, ბრენდია თავისთავად, ხო? მერე არის მისი კატეგორიები, პროდუქტის კატეგორიები, ხო, აი რაღაცა ის ტკბილეული რაღაცა და მერე ქვემოთ უკვე კონკრეტული ბრენდები რა, ხო ხტები? ეხლა ყველაფერს შეიძლება არ ჭირდებოდეს ის სიღრმე. ეხლა როცა კომპანიებს ვემუშავები, იქ ზოგჯერ არის რომ შიგნია ისეთი რამე დასალაგებელი, რაც თანამშრომლებს ეხება და საერთოდ HR ნაწილია დასალაგებელი და ვდებთ ხოლმე რეკომენდაციას რომ ამას მივხედოთ, იმიტომ რომ ბრენდი შიგნიდან გარე შენდება, რაც კომპანიის შიგნით ხდება, ის გამოვა გარე. და ქართული ბრენდინგული გამონათქვამი შოთა რუსთაველის მიერ, ხო, არის რომ კოკასა შიგან რაცაც დგას, იგივე წარმოდინდების, ზუსტად ეგეთი ამბავია. ამიტომ მე როცა ლექციას ვკითხულობ მაგალითად, ან დამკვეთს ველაპარაკები, შიგნიდან ვიწყებ. ხო რო შიგნი რა ხდება? იმიტომ ეს გარე გამოვა მე, ხო? შიგნი როგორ არის დალაგებული რა, ხო ხტები? რაც გარე გამოდის, ეს არის ყალბი ბრჭყვიალი, როგორც გოეთე ამბობს ფაუსტში რა, ყაბჯი ბრჭყვიალით რაღაცა ესე და ვერ ჩერჩები ამ ქვეყნიერებას, ხო? ეს ამბავი. აქედან მომყავს მაგალითად რა ვქნა? მაგარი პარალელებია, მაგარი საჭმელი ერთი დღისაო, სახელი 100 წლისაო, ქართული ბრენდინგული ანდაზაა, რა გავაკეთოთ? საოცარი პარალელები. ქრისტაოსანი არის წიგნი ბრენდინგზე, არ მცალია, თორე შემიძლია ესე გადმოვწერო რა.
იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ არ ხდება არაფერი რა. აი მარტინ ეიმერი რო ვახსენოთ რა, მისი პირველი სავარჯიშო, როცა ის პროექტს იწყებს, ხო? არის დავალება პირველი არის დაწერეთ ნეკროლოგი. ხო? ხო. ვა, ეგრო პირველად წავიკითხე მეთქი ეს კაცი რას ლაბარაკობს, მივხვდი რა, ანუ გეუნება რომ წარმოიდგინე რომ 25 წლის მერე აღარ ახარ ბაზარზე, ვინ იყავი, რა იყავი, რას მიაღწიე და რატომ დააკლდები ადამიანებს. ხო? კაი სავარჯიშო. გაიაზრო, ხო და კაი სავარჯიშო. რავი, ხა ადამიანი, წარმატებული ადამიანი ვინ არის? ვინც იცის ვინ არის, რა არის, რას აკეთებს, საით მიდის და როგორ მიდის, ხო მართალია? ეგრეა. ხო, და ბოლოს ადამიანებს აკლდება, ხო? კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს, ხო? აქაც წერი ეგეთი რა, რომ წარმოიდგინეო რომ უკვე გახთიო, ცნობილიო, გახული რაღაცა და რაზე გელაპარაკებიანო, რაზე გეძახიანო რა თემაზე და ბიზნესის გულში არა, ხი, ბიზნეს გულში არის რა გინდა რომ შენ გამოსათხოვარ სიტყვაში თქვა სავარჯიშო და მათ შორის კოვის 7 ჩვევაშიც ეგრე არის რომ რა თქმა უნდა. ეს აი ეს რო თქვი, ფუნდამენტია რა. რა სახელს ტოვებ? ხო, თები? თუ პერსონალურ ბრენდინგზე ვლაპარაკობთ, რა სახელს ტოვებ? საბოლოო ჯამში ამას ფიქრობ და თუ გინდა რომ აი ეს სახელი დატოვო და ვიღაცას გაახსენდე, ერთხელ ჩემი ასე ვთქვათ პატარა მეგობარი ასაკით ლიმონათი ქონდა ესეთი გადაცემა ნიკუშას და მახსოვს ეგ ერთ-ერთი პირველი პოდკასტი იყო მე რაც გადავაწყდი ყოველ შემთხვევაში სადაც მეწარმეებს ეძახდა რაღაც საინტერესო რაღაცას საუბრობ აი ვინც რა გზა გაია და მკითხა რომ აიო რო არ იქნებიო როგორ გინდა თო შენ სტუდენტებს გაახსენდეთო რა და მე რა მინდა იცი რომ იმე რო შეწუხდეს ნამდვილად რომ აი მე ალექსი მომტარა აი ეს რო გვასა ხო ხტები ფიქრობ ამაზე და რა შედეგიც გინდა მიიღო მე იმ გზას ხო უნდა გაყვერო ეგ მიიღო რომ ბრენდინგი რა არის ბრენდის შენება არის ადამიანების გონებაში ბრენდის მართვის აღქმა ბოდიში ხო ბრენდის აღქმა ანუ უნდა მართო ისე რომ ადამიანებმა დაგინახონ და დაგიმახსოვრონ და შეუყვარდეთ ამ პატივისცემ ისეთი როგორიც შენ გინდა რომ დაგინახონ და ამას მართავ. ოღონდ როგორ მართავ? ასე იქცევი. იქცევი ყველაზე ეფექტური მართვა არის რომ მოიქცეს ზუსტად ისე როგორც იძახი რომ მოიქცეს. აი ამ გამარტივების მიზნით აი ეს პარალელები რომ მომყავს ესე ვაკეთებ რომ ბრენდი არის შინაარსი, ვინაობა, ხო? და რაობა. ვინაობას, იმიტომ რომ ბრენდი ადამიანი ეს ჩემი ფილოსოფია. და მე ეს რო გაქვს, მე იწყება ბრენდინგი, ეს ING რა, ბოლოში რო ემატება ინგლისურს, ქმედება. და ბრენდინგი არის აქციელი. ანუ შენი ვინაობიდან გამომდინარე იქცევი, ვთები? და კომუნიკაცია ბრენდის არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს და არა მხოლოდ რეკლამა. და მთავარი და ყველაზე დამარწმუნებელი და ყველაზე ძიმეწონიანი კომუნიკაცია არის ბრენდის აქციელი. გამოსtildeება ბრენდთან. ხო, როგორი ემოციური გამოსtildeება აქვს ადამიანს შენთან ურთიერთობაში გძელ ვადაში. თორე თავიდან ყველა ქართულ შეუულია, აი რაღაცა და დედა რა კაცია და რამე, მაგრამ მე ცოტა გაგიგია და ეს აფირისტი ყოფილა კაცი. ეს არის თამი, ქვიშა უნდა იყო რა, უნდა რჩებოდე რა. აი, ეხა მე რა მაინტერესებს და ამ ტიპშიც იყო ნათქვამი და მნიშვნელობა თვითონ ამ ნიშის რო რაღაცა კონკრეტულად ძალიან ზოგადში არ ჩაიკარგო და დაკონკრეტდე. და მაინტერესებს შენ თუ რამე პოზიცია გაქვს, ითიც შენ დამკვეთებს, რახან კლიენტები არ გიყვარს, დამკვეთებს იხმარები ამ უნიკალური პოზიციონებზე ნიშის აღმოჩენაში. აბა გაგვიზიარე. აბა ბრენდინგი ეგ არის, ხო? ხო და გაგვიზიარე. ანუ პოზიცია რა მე მეთოდი მაქვს. რო ვიწყებ პროექტს და ადამიანს ველაპარაკები, ჯერ ვიკვლევ აქ მინიმუმ საქართველოს ბაზარზე ვინ რაზე ლაპარაკობს. მათი ასე ვთქვათ ინდუსტრიაში მოთამაშეები. და რო გავიგებ ვინ რაზე ლაპარაკობს, ამას ედება ტაბუ მე. რომ ეს ჩვენ არ უნდა ვთქვათ. ანუ ჩვენი ადგილი უნდა მოვძებნოთ, ხო? ვთქვათ, ეხლა ვიძახი, ადგილი დავიკავოთ, მე ამაზე ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ეს არის ნაწილი ერთ-ერთი ბრენდის, ასე ვთქვათ, რადიკალური განსხვავებულობაზე მუშაობის და სწორედ მაგაზე მუშაობთ და მე აი ჭეშმარიტი ბრენდინგი რო ვთქვი, მე თუ ისეთს ვერაფერს ვერ ვამბობთ, რომ ამადგან ვიყოთ განსხვავებული, ხო? იდეალური პროექტის, კარგი პროექტის შემთხვევაში უბრუნდებით ამ ადამიანებს საოპერაციო და ბიზნეს მოდელს და იქ მუშაობთ იმაზე, რომ ისეთი რამე გაკეთდეს, რასაც არ აკეთებს ინდუსტრია რა. ხო. ხდები და იპოვო შენი ადგილი და აქაც აი ამ ნოუნშიც მარკ შაფერი მაგაზე ლაპარაკობს, გადმოტანილი აქვს რა ეგ პრინციპები რა. კი, ძალიან კაი მაგალითები აქვს, შენი ადგილი იპოვო. ხო. კი.
შაფერსე სუმაგას ეგ მომდის თავში რა რომ ანუ დღევანდელობაში წიგნები აქვს დაწერილი ამის გარდაც. ხო, აი ნახე რომ არ წამიკითხავს ეს ავიკითხე, მაგრამ ნახე რომ ეს მე რამდენი წიგნია ეს. მაგრამ ეგ რა აზრი გამიშთა იცი ამას რომ ჯერთი არ გვიხსენებია და ეს წიგნი რო წავიკითხეთ ალექსის რეკომენდაციით წავიკითხეთ და ძალიან ისეთი გამოდგა. მაგარი ისტორია ეგა საერთოდ. ძალიან აქტუალური და რელევანტური გამოდგა, იმიტომ რომ ეხა ამის წაკითხვა, ხო, მაგ პროცესში ვართ რა, ანუ ჩვენ ჭუაში რა, ჩვენ პირად და საერთო ბრენდს ვაშენებთ. პოდკასტი არის საერთო ბრენდის შენების ერთ-ერთი ხელსაწყო. ხო და ნუ აი ეს სიტყვით ინსტრუქცია უცებ აღმოჩნდა რომ კითხულობდი ინსტრუქციას და მაგარი კმაყოფილი ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან პრაქტიკული სავარჯიშოები გამომივიდა რა, მაგრამ რა მინდოდა მე თქვა რომ საითკენ მივდიოდი რომ ეხა ამ ციფრულ სამყაროში პერსონალური ბრენდის შექმნა სხვა დონეზე გავიდა, ესე შევხედოთ რა, მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში რა. ხა რო ვფიქრობ, რავი, 30 წლის წინ რა პერსონალური ბრენდი, ანუ სულ სხვა რამეს საჭიროებდა პერსონალური ბრენდის შექმნა და ალბათ ბევრად უფრო ბევრ დროს საჭიროებდა, ხო რაღაც 50 წელი უნდა გეკეთებინა. ისინი რა მაგრები იყვნენ, აზე ხარ? ხო და ეხა მაგას ეხა სანამ ვიტყოდი უცებ მაგაზე დავფიქრდი, რომ ისინი რა მაგრები იყვნენ თქო. რა ვხდელა ავტორიტეტი. ხო, ნუ როგორ ხედავ იცი დღეს მე მგონია რომ კომუნიკაცია მაგისი რასაც აკეთებ გაადვილდა ანუ ეგ გაადვილდა თორე დომა გაგიადვილდა რა ეგრეთ წოდებული რიჩი გაადვილდა იმისა რომ ანუ აი მე ამას ვაკეთებ და დაინახეთ ხალხო ან მომისმინეთ ხალხო თუმცა ფუნდამენტი აბსოლუტურად იგივეა დარჩენილი რომ შენთან მე რომ მოვა ეგრეთ წოდებული ლიდი რომ მოვა და რაღაცას გეტყვით აბა გამიკეთეო და შენ აქედან აფერისტი რომ გამოდგები ეგ შენი პერსონალური ბრენდი მე ჩამოიშლება კიდე უფრო იმაზე სწრაფად ვიდრე ძველ დროს ჩამოიშლებოდა ეგ არის ნახე მე სულ ვეუბნები ადამიანებს რომ ხალხო ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ შიდა ნაწილზე მათ შორის პროდუქტს ან მომსახურებას კარგად თუ არ მოვამზადებთ გარე რო გამოვარდები კიდე უფრო მეტ ადამიანს და კიდე უფრო სწრაფად გააგები უფრო ბანძიხის ეგ ის ამ გარე გამოვარდაში ჩადებული ინვესტიცია არის ის ინვესტიცია რომ სწრაფად გააგებიო ადამიანებს რომ ბანძიხა აქეთ ხარ ესო დაგიზოგა დრო რა და რესურსი იმისა რომ ხალხს გააგებინო აქეთ ჯარიმა გაზარდა რომ აქ თუ რაღაცას გააფუჭებ რა სისწრაფითაც გააგებინე იმ სისწრაფით ყველა გაიგებს რა და ადრე იყო რომ სანამ ერთ კაც გააგებინებდი უნდა გეწვალა მე ის სანამ ერთი კიდე მეორეს გააგებინებ და ხოდრო გადიოდა მაგრამ შეცდომაც ეგრე ნელავცელდება და გზაში შეიძლება გამოგესწორებია რა შეიძლება ერთ დღეში დამთავრდეს ზუსტად და ვერც მოასწრო ვერაფერი რა ასე რომ თვითონ ეს წონასწორობა არ შეცვლილა დრო აჩქარდა თორე წარმატების და წარუმატებლობის ამბავი იგივეა ფუნდამენტი ისევ იგივეა რა თქმა უნდა სიტყვისა და საქმის მუდმივი დამთხოვება უნდა მოხდეს რა ეგ არის საბოლოო ჯამში ბრენდინგის ხელოვნება რა ეგ ჯერი ინტეგრიტი და უნდა მოაწყო ტვინი ისე როგორც მე გადავთარგმნე მაინდსეტი ძალიან მეამაყება ტვინწყობა ისე უნდა გააკეთო ბრენდალიტეტი რომ იცოდე რომ სიტყვა და საქმე სულ უნდა დაამთხიო რომ ერთი პატარა აი დღეს გავგორდები ცოტას და პატარას წაუაფერისტებ ეგრე არ გაქვს თან მიმდევრული უნდა იყო აი სუის მახსენდება რა კარიერა რო დაამთავრა რაღაცა რამოდენიმე 2-3 წლის მერე ნახე როგორ ვარჯიშობს და ისე ვარჯიშობ მამუკა გორგოცა ხო ანუ ტიპი როცა აი პიკში იყო რო ვარჯიშობდა ისე ვარჯიშობს დარბაზში ხვდები ანუ ეს ხო სხვა რა ნუ ეგ იყო რა მაგისში ყველაფერი იყო და ეგ არის რა ხო ეგა ნონა გაფრინდაშვილი დღემდე ხო ნონა გაფრინდაშვილი არის ხო იგო ბრინჯაო თუ ვერც ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალური ბრენდი რა კი როგორ არა მეტი თავის ცნობილეს უგანთქმულეს თავის ყველაფრით რა ქალბატონ ნონას უდასტურებ ჩემ უღრმეს პატივისცემას როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ქართული პერსონალური ბრენდისა ეხა ეგეთ ხო რო გაირკვეს რო გვიყურებს ქალბატონი ნონა ხო და ხუმაგრა გააცნობს ძალიან მაკეფნამე ეხა ნახე პერსონალური ბრენდის ძალა რა არის ხო აი რა თუ ნონა გაფრინდაშვილი გიყურებს ესე იგი რაღაცა ზიძახას ოტიკო მაგარი იქნება აი ეგრეა ეხა ეგეთი ის გამიჩნდა რომ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ფორმულა იმისა რომ
ყველაფერი გამოგივიდეს და გინ გათქმული გახდე, გინ ცნობილი გახდე, გინ წარმატებას მიაღწიო, ერთ-ერთი ამოცანა გაქვს შესრულებელი. რასაც იძახი ისაკეთო რა. და იყო ის ვინც იძახი რომ ხარ. მეტი სხვა რეალურად არაფერი არ გაქვს საკეთებელი საბოლოო ჯამში. ცხონებული ფუნდამენტურად რო შეხედა. ჩემი ხონელი ბებია რომ ბებიაო მაგოგოსო მიცხაო იმფერი უნდა უყვარდე რამ ფერიც ხარ. ხდები? ეგ არის ბრენდინგიც რა, overpromise არ უნდა გააკეთო. იმფერი უნდა წარდგე მოხარებლის წინაშე რამ ფერიც ხარ? კი. და გაცილებით კარგად წარსდგები თუ ნაფიქრი გაქვს შიგნი, რა გინდა, როგორ გინდა, ვისთვის ხარ, რატომ ხარ, რა პრობლემას უწყვიტავ და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ოღონდ იქ არ უნდა გაჩერდე, სადაც დაიწყე. შენ უნდა ვითარდებოდე რა, რომ გაყვე ამ ყველაფერს რა. შენ ეხა ციფრულ სამყაროზე ვამბობთ და შენ ეხა ეს ალექსიკონი რო დაიწყე. ეგ რას ისეთ კითხვა უყურე, რასა ხო, რასა შენებ? არა, ეგ უნდა მეკითხა. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ერის ასე ვთქვათ ფილოსოფიას გავყევი და ვაზიარებ ცოდნას უფასოდ, როგორც ყველაზე დიდი საჩუქარი რა. ეს არის იაპონელებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის ცოდნა რა. ამ საჩუქრად ითვლება ცოდნის გაზიარება. და იმიტომ ეს მასწავლებელი ძალიან მაღალ პედესტალზე რო ყავს სენსეი და მთელი ამბავი რა. ხო და ყველა ხო ვერ ჩააბარებს სადღაც, სადაც მე ვკითხულობ ლექციებს. და ამიტომ მაქსიმალურად ვაზიარებ და თან ნახე მოვერგე ბაზარს. ანუ ჩემი სხვას რო ვეუბნები რომ მომხმარებლის საჭიროებები აღმოაჩინე და იმას მე თვითონ ხო უნდა ვიყო ეგ. მე გავაკეთე ალექს ჩიქოვანის დიდი პოდკასტი, რომელიც საათზე მეტი გადაცემა იყო და ნუ ეხლა ჯერჯერობით გაჩერებულია, იმიტომ რომ რაღაცა პარტნიორი ისა ვერ ვქენი, მაგრამ ყველას ამდენის მოსმენა არ შეუძლია. სამწუხაროდ ეს ციფრულმა იმან მოიტანა, ხო? ამიტომ ეხლა დავიწყე პატარ-პატარა ვიდეოების კეთება, პატარ-პატარა პრაქტიკული თუ არა პრაქტიკული რჩევების და ცოდნის გაზიარება, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს რა. მაგრა უზივა, იმიტომ რომ ხო 20-30 წამია. არა, მეტიცა, 2 წუთიცა, ისიცა, მაგრამ ისმინება ისე როგორც აი წყალივით მიდის რა. კი ბატონო, აი ჩემ ცოდნას ვაზიარებ მაქსიმალურად, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ფილოსოფია. სხვას რო ვეუბნები რომ მოდი ბრენდის სტრატეგია სხვანაირად რა არის, ფილოსოფია რა, ხო? კონკრეტული ადამიანის ფილოსოფია, ფსოფხედველობა საქმის კეთებისადმი რა, ხო? მე მაქვს ჩემი ფილოსოფია, რომ მამოძრავებელი იდეა ბრენდის აი ეს brain drivers ასე ზახიან არის უკეთესი საქართველო. და რატო უკეთესი საქართველო? ამას თავის ამბავი აქვს, brand story, ხო? ანუ ამბავი გაშიფრვა. რაც უფრო მეტი ბრენდია ქვეყანაში, მით უკეთესია ქვეყანა. კაი ბრენდი, ცუდი ბრენდი ხო იცი არასწორია რა, ბრენდია რა, უკვე პოზიტივია, დადებით. კულტურა, ეთიკა, ისა, ხო ხტები? ილია ჭავჭავაძის არ იყო, სუამას ვამბობ, რომ კაციო ისეთ გაჭირდა ჩვენ ქვეყანაში, კაცურის დამატება დაჭირდაო რა, ეგ არის რა, ცუდი ბრენდი, კაი ბრენდი. ხო ხტები, ბრენდია რა, უკვე პოზიტივია და რაც უფრო მეტი ბრენდია ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ მეტი ეთიკაა საქმიანი, მეტი კულტურა საქმის კეთების და შიგნით კომპანიებში ადამიანებზე ზრუნვის იმის თანამშრომლები რაღაცა, ხო ხტები? ამ პროდუქტების არ მიფუჩეჩების წავა რა, ეგ ამბავი რო არ იყოს და ასე შემდეგ რა. არ ვიცი ზვიაციკოლია ყავდათ უკვე თუ არა, მაგრამ საინტერესო იქნება. ხო, აი მაგას აქეთი მაგარი გამოსვლა, რომ აი ეგ არისო რა, წავა რა, ეგრე ვაკეთებ საქმესო, ხო? აი ეს არის. ანუ რაც უფრო მეტი ბრენდია ქვეყანაში, მით უკეთესია ქვეყანა რა, ხო ხტები და მით ნაკლებია ეს რა გვიშვება ეს მთავრობა რა. შენ თუ შენს ასაწვევი და რაღაცა და გაბევრდა ეს ყველაფერი, მე მენტალური რევოლუციის საფუძველია ეგ რა. კი. იმიტომ რომ ბრენდინგი არის ანტისაბჭოთა ხელოვნება რა. ხო. მე და ლევან კობერიძე გავედით მაგდასკვნამდე მის გადაცემაში რა. ანტისაბჭოთა ხელოვნება, ანუ ადამიანის ფასი რო არის არაფერი და ეს მემკვიდრეობა მოყვება და დამოკიდებულებები ყველგან ჩანს, ბრენდინგი პირიქით ადამიანს აყენებს, ჭეშმარიტი ბრენდინგი ცენტრში. და უნიკალურობა მოაქვს რა უნდა, ხო? განსხვავებულობა და უნიკალურობა მოაქვს, გავხება კი არა, განსხვავებულობა უნიკალურობა. გამოსვლა მქონდა რა და აი ამ თემაზე რო ვიმუშავე, რას მივაგენი, იცი? რამხელა უბედურება გვჭირს ჩვენ, აი საბჭოთა განსაკუთრებით პერიოდი ოკუპაციის, აი ეს მახსოვრობა და გავლენა დღემდე მოყვება, ხო? რაღაცა ეს ვაჟა ზაზაევიჩი ამბავი და იქ კიდე რა აღმოვაჩინე, წარმოიდგინეთ. ინაკა მისლეში ეს რუსულად უნდა ვთქვა რა.
ეს იყო განაჩენი. ხო, განსხვავებულად დახრება, რა, განსხვავებულად ფიქრი და იმიტომ იყო ჯოგური აზრა homo sovietikusები, ხვდები? და ბრენდინგი არის ანტი-homo sovietikus ხელოვნება. სადაც ხარ სხვანაირად მოაზროვნე, განსხვავებულად მოაზროვნე და იძახი რა, აი როგორც შენ ამბობდი, რომ ხო ეს რატო არ გამოვა, კაცო? თუ ფიზიკის კანონები გაძლევს საშუალებას გამოვა. გამოვა. კი, მაგალითები გვაქვს რა. გამოსულა რომ ვერც რატომ და რატომაც არა და ვინ თქვა ასე? აი სამი კითხვა არის ბრენდალიტეტი რა. ვიღაცამ კი აი გივიმრო თქვა რომ არისო რაღაცები რაც კლასიკაა და რაღაც კი არის რაღაცები კლასიკა, მაგრამ არის რაღაცები რომელიც ვითომ კლასიკაა. მაგრამ ვიღაცის დაწესებული წესებია რა. აი ინდუსტრიის ანალიზი გააკეთეთ თქო რომ ვეუნები ჩემ დამკვეთებს და სტუდენტებსაც ვასწავლი. ვეუნები რომ ინდუსტრიის თამაშის წესები ხალხნო არ მოუგონია ქრისტეს. არა. ხო, იმ მოთამაშეებმა მოიგე, შეიძლება ამაზე დატაკება რა. ხო? და თქვენ თუ მათ მიყვებით, როგორც ისინი აკეთებენ, ვერ მოუგებ, იმიტომ რომ აი ამ კაცის მარკ შაფერის წიგნია ერთ-ერთი cumulative advantage რა, ხო? და ეგ არის, აი ეგ გამინათა, რომ კუმულატიური უპირატესობა აქვს შენ წინაშე. 30 წლის წინ არის. კი. ხო? ანუ კომპანია, რომელიც 20 და 30 წელია ბაზარზეა, თუ მისივე წესებით შეხვედი, ან ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯო რომ რაღაცა ქნა, ან მოგიგებს ყველა ვარიანტში. ლურჯი ოკეანის სტრატეგიაც მაგას გეუბნება რეალურად, რომ ლურჯი ოკეანის შექმნა ნიშნავს, რომ არსებულ თამაშ წესებს ყველაფერი ერთ და იგივე რამე დადის ლევან და ამ ბოლო დროს იმიტომ კითხულობ ფსიქოლოგიას რა. ხვდები, ყველაფერი დადის ადამიანის ტვინამდე. ციფრული სამყაროა თუ არაციფრული სამყაროა, ადამიანის ტვინი ადამიანის ტვინია რა. ყველაფერი ზუსტად მაგიტო აი ძალიან მომწონს. ბრენდალიტეტი, ტვინწყობა, აი ეს ყველაფერი იმიტომ აქ აკვიატებული კი არ ვიპრანჭები და რაღაცას ფინტაობ. ეგ არის რა. ეგეც ეგ არის ფუნდამენტი. ადამიანია ფუნდამენტურად მსგავსები ვართ ყველანი, რომ ავე მილიარდი ფუნდამენტურად მსგავსები ვართ, ერთნაირი რაღაცები გვაქვს და ეგეც შენი ფუნდამენტი, რა მთელი მარკეტინგი, კომუნიკაცია, ბრენდინგი, კომერცია. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა არასასიამოვნო მოსასმენი იყოს, აი ხა ვამბობ ხოლმე რა, მაგრამ ასეა და რა ვქნა არ თქვა? როგორიც ხარ შენ, ზუსტად ისეთია შენი საქმე. კი. იმიტომ რომ შენ პერსონალიტის ოფისში შესვლამდე იმაზე რა ქვია საკიძე ვერ ჩამოკიდებ და ვერ შეხვ რაც ხარ რა მენტალობის კაციც ხარ რა ტვინწყობის კაციც ხარ რა ფსოფხედველობის წამსის კაცი ხარ ის მოხდება შენ კომპანიაში ეგ იქნება ეგ კულტურა ამიტომ ლინკდინზე მიდევ სტატია რა ინგლისურად დავწერე რომ თუ კი გინდათ რომ თქვენი საქმე იყოს წარმატებული ხო პირველ რიგში თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ რა ზუსტად ეგრე რეიდალიოსა აქ რა understand yourself ხო ესე იგი გაუგე შენ თავს გაუგე სხვებს ისე ვერ გაუგებ შენ თავს თუ არ გაუგე და გააგები მათ როგორ და რა პრობლემას გადაუწყვიტავ რა აი მარტივი ამბავი კორპორატულ კულტურაზე ვლაპარაკობ თუნდაც მაგიტო ვიძახ ანუ რაც ზევით არის ის კულტურა აშენდება გინდა აქეთ გადახდი გინდა ბრენდინგი 100% ერთ-ერთი მეც ვარფერი და HR დეპარტამენტი არის შიდა ბრენდინგის დეპარტამენტი რა გავაკეთო და CEO არის თავარი ბრენდ მენეჯერი. რა თქმა უნდა, ბრენდ ჩემპიონ ქვია მაგას. ხო, თავარი. რა ქვია? ბრენდ ჩემპიონი. CEO, დაფუძნებელი პირველი პირი, რომელიც თვითონ აცოც პირველ, აი ჯობსი, ის რა ქვია იმას ვირჯინის ისა რიჩარდ ბრენსონი. მასკი თვითონ რა ვიცი. მასკი, სტარბაქსის ტიპი და ასე შემდეგ. ხო და აი სტარბაქსის ტიპი რომელი, მოიცა რომელი ტიპი? შვარცი რა, ვის დააფუძნა? მის დააფუძნა, ხო. ხო, ის რომ მოყანჭალდა სტარბაქსიც იმიტომ მოყანჭალდა რა, ვეღარ არის ისეთი. ხო და მეთქი ახალ CEO-ზე ამბობ, ძალიან მაგარი ოფერი რო ვიყო. ხო და სტარბაქსი ახსენე და სატოპკი ააგდე რა, დღეს ვკითხულობდი სანამ აქ მოვიდოდი შენ სტატუსს შენ მოსაზრება სტარბაქსის შემოსვლასთან საქართველოში და ეს დიდად ისე იყო ისეთი ბრენდი იყო რომელსაც დიდი ხანია ველოდები და უკვე იმდენხანს ველოდები რომ აღარ მინდა სტარბაქსის დალევა აღარ ვსვამ ხო და ამასობაში ჩემთვის დაიკლო სტარბაქსის ველიუმ ანუ ის როცა მინდოდა რომ მაშინ ეხლა საერთოდ შენთვის არ დაიკლო მარტო სხვებისთვის ასე ხო ჯამში არა თვითონ ფაქტი რო გავიგე რა გამახსენდა იცი ყვარყვარეში როა რა ეს იმას როა რეჩს რო ამბობს რომ იყო ბნელი და უკუნი მოხდა რევოლუცია და გაიხარე მუშაო წამებული ხო იცი აი ეგ არის რომ არიქა შემოვიდა მაგრამ ეხლა რატო დაიკლო ვალიუმ გეტყვი რა ჩვენ რო ძალიან გვინდოდა სტარბაქსი ეს გამოყოლილი გვაქვს ამერიკაში ვნახეთ იქა ყველა წიგში მაგის кейსია ისა და არიქა რო გვინდა დედა რა მაგარია მაგრამ ამასობაში რეალურად რა სტარბაქსში ხდებოდა
ჩვენ ეს მივიღეთ საქართველოში, ხო? ეხლა რა ვიცი, რეკლამაში თუ არ ჩამეთვლება, არის რა, ხო, რამოდენიმე ქსელი საქართველოში. ანტრე, ლუკა პოლარე, სკა, აი ეს ხალხი მიჩვენია Starbucks. ხო, ყავის გემოთიც და სენდვიჩის გემოთიც ბევრად. ყავის ლაბორატორია, კოფილაბი არიან ეს, რომელიც იგივე სერვისი მოგვაწოდა და ჩემი სტატუსი დავწერე, იმიტომ რომ კი კარგია Starbucks-ი რომ დაფიქსირდა საქართველოს რუხაზე. ფაქტი ძალიან მაგარია. ფაქტი ძალიან მაგარია, მაგრამ თხოვე ქართულ ბრენდებს მოვუწოდეს არ ვიხმარა სიტყვას, ნამეტანი ამბიციური გამოვა, რომელი ილია ჭავჭავაძე მეორა. თხოვე რომ დაუდექით. იმიტომ რომ რა არის, ნახე Starbucks-ი რომ Starbucks-ობდა, ან Toyota რო Toyota-ობდა, ან საერთოდ მე-20 საუკუნეში ხო ინდუსტრიული ერა იყო და ერთეულებს ჰქონდათ ქვეყნებს საშუალება დღეს არაფრის კეთება არ უჭირს. ესე იგი Starbucks-ზე უკეთეს ყავასაც იყიდი, სადაც გაგიხარდება, რა თუ გინდა მულღაზანზარიდან ჩამოიტანე, ძალიან განსხვავებული რო იყოს, ხო? ანუ რასაც ის გვთავაზობს, ამათაც შეუულია და უთხარი უბრალოდ თხოვე რომ დაუდექით რა, იმიტომ რომ კი ეხა შენიშვნები მაგ და როგორ არა მაგ, მაგრამ ჯერ ეს ერთი გულშემატკივრო და მეორე არ არიან სუდები, კაცო, რაღაცას აკეთებენ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ, ხო? მე მომწონს. გარეთ გავიდნენ, ხო, ეს ანტრე გავიდა, ანტრე ძალიან მაგარია. ისეთი მაგარი ვისიამოვნე. სულ არ ვიცნობ რა, არ ვიცი ეხა ესე პირადად. ეგ ისტორია, ისეთი ისტორია არა, მაგრამ სკაჯუსბარი პრაღაში თუ არ ვცდები. კი, სკა პრაღაში. ანტრეზე უნდა მოვყო, რომ ისე მოხდა, რომ ანტრემ რო გახსნა ერთ-ერთი მორიგი რესტორანი თუ კაფე თუ რა დავარქვა ლონდონში, ისე მოხდა, რომ დაემთხვა ჩემი იყოფნა რაღაცა საქმიანი ვიზიტით. და მეთქი ახლა აქ ვარ 2 დღე ვარ თუ რაღაცა, ბარემ მაგრად მაინტერესებს, ნახავ სად არის ანტრეები. ნახე აღმოჩნდა, რომ არის ზუსტად იმ უბანში ერთ-ერთი, სადაც მე მაქვს სასტუმრო. გადასარევი. წავედი Notting Hill-ში, თან ჩემ ჯგუფელ ბიჭებთან ერთად თუ არა, იქაურ ჯგუფელებთან და წამომეთქი მაგარი. გაკაიფოთ ქართულ კაფეში უნდა წაგიყვანოთ და წავედით ხაჭაპური იქნება ეგეთი ტექსტები ხო? წავედით. ძალიან კარგი დაგთა ხაჭაპური. აღარ მახსოვს ლობიანიც იყო. კი, ძალიან კარგი ლობიანიც შეστომა იქნებოდა. კი, არა, ლობიანიც იყო, ხაჭაპურიც იყო და კი იყო ქართული ბჭალებში fast food-ის თემები იყო ყველაფერი. ეხა ეს რატო კითხე, იცი? ბოდიში გაწყვეტ. ეხა დაზვერვაზე გავაგზავნე ხალხი, პროფესიული ავადმყოფობა, რომ ანტრეში თუ მოხდები, მითხარი რა დევს და მითხეს, რომ საკმაოდ დიდი ნაწილიაო ქართულებიო რა. ამოვისუნთქე რა, იმიტომ იქ სენდვიჩით ეხა და ყუასაში ჩადებული ორაგულით ვერავის ვერ გააკეთე. ნამდვილად იქ ბადრიჯანი უნდა ატაკო რა, ხო და სწორად აქ კი ბატონო ხო ხდები და იქეთ პირიქით უნდა ხო ეს აქეთ უნდა გამოციო და ის გაადიდო და ეს პირიქით და რა ვიცი მერცვა ხელი მომართოთ მართლა არ ვიცნობ ამ ადამიანებს ხო და სასაცილო ამბავი იყო რა დო იქ შევედით ეხა ავიღეთ დავსხედით და კარი იღება და მე არ ვიცნობ პირადად ანტრეს დამფუძნებელს და შემქმნელს მაგრამ ხო არც მე მაგრამ ნუ სახეზე ვიცით რა ეხა ის ხوار ვართ ხა ამერიკა ხوار ვართ რა ვიცით რა წარმატებული ანტრეპრენერი ვიცით ყველამ მithumetes ვისაც გუბშავე და შევხედი ამას და ავტომატურად რო ვიცანი ბუნებრივად მივესალმე რა აი იმიტომ რომ გიცნობ გამარჯობა და იმანაც შემოვხედა და იმანაც წარმოდგენა არა აქვს ვინ ვარ მაგრამ ქართულად მიესალმა ვიღაცა და გამარჯვე და ისე მოხდა რომ აი რაღაცნაირი მოკლედ აუდექი ხელი ჩამოვარდა აი თითქოს ვიცნობდით რა და მოკლედ რა 2 წუთი რაღაც ვისაუბრეთ მოვიკეთეთ ვიულოცე რა კარგია საღო მაგარია დავჯექი უკან რა და ეს ჩემი ბიჭები მიყურებენ რა და მე კითხებიან რომ აქო სად გააძრე ნაცნობიო რა და მეთქი ვინ იყო თქმა ეგრევე მასკენი გავი მარიაჟე როგორ არის ქართულად წარმოდგენი ხო გავიბრიკე მე გავიბრიკე და მეთქი ეს ვინ იყო იცი თქო და ვინო რა მეთქი ამ ყველაფრის ფლო აუ შედო რანაირად მოძებნე ფლო მეთქი რა უკდა შემოვიდა თან ახლა იმათ კი არ დაუწყე ახსნა რომ არ ვიცნობ ამკაც და ესე გიჟივით მივარდი მივესალმეთ შევიფერე ბოლომდე ძალიან კაი ხო არა მიხარია ეხლა ყავის თემაზე ვლაპარაკობდით თორე 8000 მოსავალიც რო ბერლინში გაიხსნა და ძალიან ხალხია შიგნი მიხარია რა ღმერთმა ხელი მოუმართოთ რა ყველა ჯერზე რატომ არა დაუდექი გააკეთე მიაწექი რა ვიცი ხა ხო რატო აი რატო არ ვიცი რა გვიშლის ხელს მე მგონია რომ ის კანონები რო არ გვიშლის ეგ ზუსტად ეს მენტალობა რა პოსტსაბჭოთა
აი ეს მემკვიდრეობა რაც მოყვება ჯერ კიდე რა რომ აი მომხმარებელი ხო იცი აი როგორ მიაშავე ერთი რა აი ეს გვიშლის ხელს იმიტომ ადამიანის ფასი იყო აი ესე ვიძახი ხოლმე არაფერი ნოლი კი აი არაფერი ხდები და ხო იცი აი ესე вам нужна справка что вам нужна справка აი ეს ამბავი იყო რა და მამაჩემი კაცო და ალბათ თქვენი მშობლებით საბჭოთა დროს ვინც მოესწრო ფულს იხდიდა იმაში რომ რაღაც წესიერი მიეყიდათ კი ანუ რომ გამოეჩინათ იმაში იხდიდა ფულს და დღეს სხვა დროა და ადამიანი უნდა დააფასო და შენი მომხმარებელი უნდა აცნობიერებდე იმას რომ მომხმარებლის ფერება და თანამშრომლის ფერება შენი საქმის ფერებაა რომ აქედან მოდის მაყუთი მეტი სხვა არსი არა გახავ და სულ ესე ვეუბნები რომ ვეუბნები რომ თქვენ თუ რო გააკეთეთ ბიზნესი ფიქრობდით რომ ხე ჩემთვის ვაკეთებ და რაღაცა არ აკეთებდი შენ აკეთებდი ამ ბიზნესს იმ ადამიანისთვის ვინც უნდა გაიგოს შენს შესახებ, მოვიდეს, გიყიდოს, გაგსინჯოს, დაბრუნდეს და თუ ბრუნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ბრენდი ვითარდება, იქნება ადამიანებისთვის მათით და მათ გარშემო ვითარდება. ანუ იმათი გადახდელი ფულით ვითარდები და როგორ შეიძლება მიაშავე ამბა. ეს უნდა გაანა, მაგრამ ეს აი ის მოყვება რა. ვიღაცებმა ვინც შეძლეს ამის გადალახვა, ხო, მეტნაკლებად შექმნეს და გააკეთეს ეს ბრენდები და იმ ჩემს სტატუსში კი ვისის დავწერე, რომ ცოტა მოფამფალებულმა Starbucks-მა არ მინდა რა, რომ გაჯობოთ თქო რა, იმიტომ რომ მიყვარს ახლა ესენი რა, ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია და რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამაჩნია, მოდი ასე ვთქვათ. რაღაცეებს გავაკეთებდი ხა რომ იმიშვა, მაგრამ ნუ კაია რა, თან ისეთია რა, ეს ყველა ისენი ცოტა ისე ახალგაზრდა შედარებით არა ვაჟა ზაზაევიჩების გაკეთებული ბრენდებია და მე მგონია რომ მაგრა დაუდგებიან, იმიტომ რომ Starbucks-ი არ გონია რომ მნიშვნელოვნად კი მე საერთოდ არ მგონია რომ რამდენიმე ტოპს ჯობია. მაგრამ ფაქტი რომ ის შემოვიდა საქართველოში და ამერიკული ბრენდი და ყველა წიგში რო არის მათი кейსი და ეს არის ძალიან მაგარი, მაგრამ მე თუ მკითხავ მაგარი იმითაც არის რომ აბა დაუდექი რა. ზუსტად. ხო იცი ბიჭები ვარ და მოვდივართ, ბიჭები ხარ და დამხვდითო რა, შემოთვალაო ნაპალეონი. მე გამოვაცხადო მინდა რომ ანტრეს რომ აქ ნიგზიანი სიგარეტი ნამცხვარი არ დაესიზვრება Starbucks ცხოვრებაში. და ლუკა პოლარეს რო აქვს კარამელის ნამცხვარი, როგორ აი ცხოვრებაში არ დაესიზვრება. შეცდომებზე ლაპარაკობდით პოტენციურზე, რომელიც შეიძლება დაეშვა ანტრეს, მაგრამ არ დაუშვა და კარგად მოიქცა რომ ხაჭაპურით წავიდა იქ. კი. შენი დაკვირვებით რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები პირადი ბრენდის შენებისას და როგორ შეიძლება რომ აი პირადი ბრენდის შენებისას, იცი რა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე ფუნდამენტზე დადის, ანუ ცდუნებებზე ხელის მოწერა. ვთქვი? აბა, მაგალითად? აბა, მაგალითად, მოდი რა, გაყიდვების ბარემ წაიკითხე. ვთქვი? ეგ არის. და ყველაფერში კი არ უნდა იყო რა, შენი კონკრეტული სპეციალიზაცია უნდა გქონდეს. არ ფიქრი იმ ადამიანებზე, ვისაც შენ უნდა გაუწიო მომსახურება და სერვისი და მე პირველი ჩემ თავზე ვიტყვი, მე მაქვს პრობლემები დღეს კიდე, გაცილებით ნაკლები, აი ამ ცოტა სიხისტე, აი კომუნიკაციების ამბავში, აი იმდენად გულით მინდა რომ სწორად გავაკეთო, თქვა დამკვეთი რომ რაღაცას მეუნდება და იქ რაღაცა ისე ვერ არის. თლათ მე რო წარმომიდგენია, ცოტა ნერვიულობ რა, ასე ვთქვათ რა, ხო ხტები და ეგ არის რა, ანუ მიედო და შენი ადგილს რო ვერ იპოვი რა. და ესეც არის რომ ადამიანი ბევრს ნახავთ რომ უნდა გიყვარდეს და follow your passion და რაღაცა. ხა გავიგებ, ჩემ passion-ი შეიძლება ანუ ეს ჩემი ნება, ჩემი სიყვარული რაღაცა მე რომ მიმიშვა ეხა და საშუალება მქონდეს ფინანსური. ჩავიცმევდი სპორტულებს, დავიფარებდი იმას, დავიხურავდი კეპკას, სვისტოკს და ერთი 10 წლის ბავშვებს ვავარჯიშებდი რაგბიში, ხო იცი? აბა მე მგონია რომ ავიზიდე ხო ხტები ეს ამბავია, მაგრამ აი იმ ადამიანს ვიღა ბევრი ლაპარაკობს leadership და რაღაცა და აი follower-იც უნდა იყო რა, ხტები? follower-ებზე მიმყოლებზე არ ვლაპარაკობ, შე როგორი მიმყოლი უნდა იყო და ზუსტად იგივე ამბავი არის აქ, რომ შეიძლება ისეთი საქმე არ იყოს, რომელიც აი შენ გადარეული ხარ, მაგრამ თუ მოკიდე ხელი და ადამიანებამდე ეს მიგაკ, მაშინ კეთილი ინებე დაოსტატდი და გააკეთე ყველაფერი, რომ მიიტანო იმ ადამიანებს და ის რაშიც მათ ფული უნდა გადაიხადონ, ადეკვატური ფასი, ხარისხი, ფულის ამბავი რა. თუ არა, მაშინ წადიწმავ.
ხო ხტები? ფეშენზე შენ ზირთად იმას მაგას მეუნები ხოლმე გამონათქვა. გალოვეი უთყავს მაგას. ძალიან იტყმევინა. გალოვეი ის არის, ხო? გადახოტრილი. გადახოტრილი, ძალიან იტყმევინება და სწორად იტყმევინება. შენ რო იმაშვები რომ ფეშენ რა ფეშენ იცი რა, ვის მაგას გეუბნება უკვე მილიონერია. კი, მე ვთქვი. ანუ მე როგორი ბოლო დროს დამილაგდა ესე და აი კურსს რო ვამზადებ, ხა იქ დაახლოებით ეგეთი არა, კურსს რა შუაში იქ არა, ლექციას ვკითხულობდი გუშინ და მან თქვი დაახლოებით ეგეთ რაცა. ძალიან კარგი კომბინაცია არის, როდესაც ანუ ამ ფეშენს და რაც ქვია ნებას თუ გატაცებას პირდაპირ მნიშვნელობით კი არ უნდა შეხედო როგორც პოტენციურ საქმეს, არამედ ამ გატაცებაში რაღაცა არის, რაც ქსიამოვნებს რა, რაღაცის ნაწილი არის, რაც ძალიან ქსიამოვნებს და შენ შესაძლებლობა გაქვს, რომ რაღაცა თემა აიღო დაოსტატდე და ეს ერთმანეთს რაღაცნაირად გადააბარა. ეხლა შენ რო თქვი ბავშვებს ვავარჯიშებდი რაგბიშიო ან რაღაცაშიო. პოტენციალი იმისა, რომ შენი ბრენდინგი და რაგბი ერთმანეთს დააჯახო, შეიძლება ამ ქვეყანაში არ გამოვიდეს, ან შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მაგის პოტენციალი არის. ანუ შენ არის რომ შენი პროფესიით რაშიც ოსტატი ხარ, ისეთ საქმეს ემსახურო, რომელიც შენი გატაცება და კომბინაცია არის მკვლელი, ვეღარაფერი ვეღარ გაჩერებს. აი მოდი თქვენს სვენელებს უთხრათ ერთი კაი რამე რა. აი თქვათ აკეთებს ის ეს საქმეს, რომელსაც მანდამაიც არ გიждდება. ნუ ასე მოხდა რა, ხო? ყველას მაგას ვეუბნები და ეხა უთხრათ ამ ადამიანებსაც. თვითონ საქმე გავიგე. მაგრამ აი რაღაცა არისო, რომელიც მოგწონსო და აი რაღაცა კარგი ხო არისო. მოდი იმაზე იკაიფონ. კი. რომ რა მაგრად აკეთებს. ვთები? მიუხედავად იმისა, რომ თლათ არ გიждდება, მაინც რა მაგრა აკეთებს და დამერწმუნე ძალიან მაგარი кайფი იქნება რა. მე ჩემპიონად გამოცდილ ყველა საქმეს აქვს რაღაცა ნაწილი, რომელიც არ მოგეწონება. ხო, შეუძლებელია რომ ყველაფერი. ხო, და აი თავარი შე რომ მითხარი რომ რას არ აკეთებენო რა, აი ნახევარ საქმე არ გააკეთონ რა. გირჩევნია რომ გააკეთო და გააკეთო, მაგრამ მამა ჩემი მეუნებოდა ამას. მეო შვილო არ მაინტერესებსო შენო რა და როგორ. რასაც აირჩევო, იმაშიო ყველაფერი გააკეთე რომ იყო მაგარიო რა, ხო? აი თუ გინდაო რომ იყო მაგალითად, არ ვიცი, ცოტა ხანი მეეზოვეო, ხო? დამპირდიო, რომ შენი დაგვილი და დალაგებული ქუჩა იქნება საქვეყნო ცნობილი. აი, ამას აწვებოდა ყოველთვის. ბევრად უკეთესი იქნება შენი ყოფა მაგ შემთხვევაში ვიდრე მე მაგალითად პირველი ჩემი განათლებაც და სამსახურიც, განათლება იყო ფინანსები და საბანკო საქმე და სამსახური იყო ბანკი. ამ მუშაობის პროცესში რომ მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, ნახევარ საქმე აღარ მინდოდა, მადლობა ღმერთს ყავდა მენტორი და ნუ იქ რაღაც თან მოხდა რაღაცა წამოვედი და აღარ მივკარები ვარ მე ხვდები? ვიარე და აგერ მივადექი ამას და მივაგენი. ხვდები? გვეშინი ადამიანებს აი მაგ დროს ეხა მე რაც მახსენდება და რაც შემილია რომ გავაზიარო, იმიტომ რომ მეც ყოფილვარ იმ სიტუაციაში, სადაც ნახევარი საქმე მიკეთებია რაღაცა ვადით და შეიძლება იხაც არის რაღაცა მიმართულებები. რაც მახსენდება არის იმის შიში რომ კი მაგრამ ეს რო არ გამოვიდეს მე აქ რა ვქნა ამას დავკარგავ და ამიტომ მას არის რაღაცა ტანჯვა სამსახურში დარჩენის რეალობა. მაგრამ ჯობია რომ არ შეგეშინდეს, წახვიდე და მიაგნო რაღაცას და შუალედში ჭამა ხომ მინდა ვიღაცა კითხავს და კი გინდა. და მაშინ სანამ გინდა რომ ამით ჭამო, კეთილი ინებე და სანამ აკეთებ, კარგად გააკეთე. ეს არის თვით დისციპლინა. და სამწუხაროდ საბჭოთა დრომ სიტყვა დისციპლინა ძალიან ცუდი შინაარსით მოგვიტანა რა. დისციპლინა იყო რა, იცი, მე რომ მიმიყვანეს 0 კლასში 82 წელს. მითხრეს რომ რაღაცა შავი საშინელი მერხი იყო და ხელები უკან დაიწყვეო და ესე იჯექი 45 წუთიო და იმ ლაბაძე რო ახსენე სანამ დავიწყებდით იმისი არ იყოს იდინა ხვის მეტი თავში არ მომივიდა და მაგას რო არ ვაკეთებდი უდისციპლინოაო რა აი ხო გაიგე ხო და არა და დისციპლინა არის უმაღლესი ხარისხის თავისუფლება ანუ წესი რომელსაც შენ თავს უწესებ და მიყვები რა და მაგით იკაიფონ რა ხო არა გაიგე და გზაში შეიძლება შეგიყვარდეს მე აი მარტო მაგკუთხით მიყვარს და მგონია რომ გატაცების ხელის შაქნება, იმიტომ რომ გატაცებით ფულს ვერ ვიშოვი, არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში გამოინახება რაღაცა გადაკვეთა იმაში რაც გამოგდის და ისაში რაც გატაცება გაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ერთი იგივე არ იყოს, რაც გამოგდის და რაშიც გატაცება. და მანამდე გამოიჩინე ხასიათი ძმაო და ქენი ისე, რომ შენი გატაცების კეთებისთვის შექმნა პირობები რა.
ხო, ისე პრაგმატული საკითხია სინამდვილეში. პრაგმატული, მაგრამ ემოციური საკითხია. პატიოსნება უნდა გამოიჩინო, აქაც გჭირდება თანმიმდევრულობა, რომ ეს საქმე ისე აკეთო, რომ მე შეძლო და შენი გატაცება, მაგრამ გზაში შეიძლება შეგიყვარდეს თქო, მაგას ვიძახი რა. კი. აი, მაგაზე იძახის ალექს ჰორმოზი ეგეთ რაღაცას რა, რომ ჯო ხალხნო, ნახეო. ერთი ადამიანი მიპოვეთო, ვინცო რამე საქმის კეთებითო, ფული იშოვაო და მე თქვა რომ ეს არ მომწონს. ანუ მოგებულებს რო ეკითხებიო, მოგებულებს. საქართველოში არიან ეგეთები. ხო? ტენდერებში ფული. ეგ არის ითვლება. მე ესე უნდა ვთქვა, ბოდიში პადუ შესაქმეებს აკეთებ, მარანს გააკეთებ. ეგ არის. მე ანუ საქმით, ხო? ხო, გამარჯვებულს რომელმაც რაღაცა საქმეში ყველა ვარიანტში მისთვის სასიამოვნო და გატაცების ტოლფასი იქნება, იმიტომ რომ მოიგო რა იმაში და მოგებულს ის თამაში მაგრად მოწონს, რომელშიც იგებს რა საბოლოო ჯამში და კი, უბრალოდ ამ მოსაგებად თუ ეგზაზე თან რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო გაქვს მაგის შანსი, იმიტომ რომ დასაკარგი ფაქტიურად არაფერი, საერთოდ არაფერი დასაკარგი არ აქვს რეალურად. ერთადერთი, ნუ ხო, რა დიდი ერთი-ორი დღე მოგშივდეს, მაგრამ აი რა, ნუ რა ვიცი, ხა ჯერ კიდე საქართველოა რა, ხო ხვდები და ისე ვის მახსენდება საჭმელი ერთი დღისაო, სახელი 100 წლისაო და აქაც ეს ადამიანი იძახის და მოდი აუცილებლად ვიტყვი, რომ პერსონალური ბრენდინგი არ არსებობს კულტურული თავისებურებების გარეშე. ხა ამერიკელს და ბრიტანელს და ინდოელს ან იაპონელს იგივეს ვერ ეტყვი და მოთხოვ, რასაც ქართველს რა უნდა მოარგო. ხო და მე qovolთვის ამოვდივარ დიმიტრი უზნაძის აღწერიდან ქართველის რა, აუ დაუნდობელი აღწერა. ნახევარი გვერდი როა რომ ქართლს აკლია მიზან მიმართულად სიარული მიზნისკენ და დაუნდობელი, მაგრამ ნუ აი ძალიან მაგარია და ეს არის აი პატარა საქმეები არანთებს და დიდი საქმეები მანამდე ქრება და რაღაცა და ეს კაციც აქ ამ წიგში ხო წერს მაგ შაფერი რომ პატარ-პატარა ნაბიჯები და უკეთესად წერს კიდე ის ბიჭი ატომიკ ძალიან მაგრად ხო პატარმა როგორიცი როგორ მომეხმარა მე აი მაგრად დილით სავარჯიშოდ წასვლა რომ ეზარება სულ მახსოვს იმ წიგში წერია რომ უბრალოდ მიდიო რა გამოიცვალეო რა მაგარია და მე სახში ვიცვლი რომ მივალ მეთქი ბარემ გამოცვლილი ხო ეს ქართული ბარემ აქ უკვე მშველის ხო ხტები და ეგ ამბავია პატარ-პატარა ნაბიჯებით რა თანმიმდევრული იყავი და გეუბნება რომ აქაც ძალიან კარგად ლაპარაკობს ფეშენ და რაღაცა გავიგეო მაგრამ საქმე უნდა აკეთო თუ აკეთებ კარგად უნდა აკეთო და აი მაგით რო იკაიფო რომ კი დიდად არ მევასება რასაც ვაკეთებ ეხა ჯერ მაგრამ მაგრა ვაკეთებ მაინც ანუ ხასიათი გამოიჩინე რა ხო ხტები და მე გზაში შეგიყვარდება და თუ არა მაშინ იმდენს მაინც მიაღწევ რომ მე გადახვიდე და მართლა მიაგნო იმას რაც გიყვარს რა და მე გავუძლო ყველაფერს რა მაგისთვისაც ძალიან გამოგადგება თუ კარგად გააკეთებ იმიტომ რომ ალბათობა იმის რომ კარგად გაკეთებულ საქმეში კარგად გადაგიხდიან ბევრად დიდია ვიდრე ნახევარ საქმეში კარგად გადაგიხადო და კარგად გადახდა იმისთვის რომ მე შენ შეეშვა მაგას და აკეთო ის რაც გინდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხო სალაპარაკოთ ადვილია საკეთებლად რთულია იმიტომ რომ ყველაფერი ისევ ტვინამდე დადის ლევან ფსიქოლოგია და თვითწვრთნა და თვითფიქრი და ამბავი და ტვინწყობას იმიტომ ვიძახი რა. სხვა შორის ტვინწყობის ინსპირაცია საიდან მომივიდა რო გითხრა, აი ეს მე და შოთიკო მუშაობდით პროფესიული განათლების სტრატეგიაზე რა. განათლების სამინისტროსთვის, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა და იქ გავიგე პირველად ჩემს ცხოვრებაში, რომ კაფელჩიკს ქვია ფილად მწყობი. ფილად მწყობი. რა მაგარი სახელია, აზე ხარ და კაკრას მაგაზე ვილაპარაკეთ იმ სტრატეგიაში. ეგვეწერა, რომ ეს საბჭოთა დამოკიდებულება, ხელოსანი, მუშა, ამის მიმართ უნდა დაინგრეს რა და მახსოვს მე პატარა რაღაც სამიტივით თუ რაღაცა ჩატარდა და პოპიკამ თქვა იქ მაგარი სიტყვა. ანუ პროპაგანდა გჭირდებაო. პროპაგანდა რა, ხო ხტები რომ ხელოსანი და მუშაც ადამიანი და მაგარია რა რო გაქვს ამბავი და აი მაკედან მომივიდა და ეგ არის რა ტვინწყობაზეა რა შენ თავზე მუშაობაზეა აი პერსონალური ბრენდინგი რო ვიძახით აი რომ მოვაცილოთ ეს ტერმინები რა იგავარაკებით და ლექსებით ვილაპარაკოთ ეს არის შენ თავზე მუშაობა რომ იყო ქვიშა რა წავლენ წამოვლენ შენ დარჩები და შენ რო ხარ სულ შენ ადგილას ბაზარზე ხო ეს თავისთავად კიდე შენ რეპუტაციაზე მუშაობს რა. პროსტა ძალიან მოსაწყენი არ უნდა იყო, ხედა ობი არ უნდა მოგიყიდოს რა. ევოლუცია და განვითარება ყველაფერს ჭირდება. ეხა გავიაზრე რომ როგორც იქნა მოუძებნე ადამიანი ვისაც შემოუტანია სიტყვა ტვინწყობა, იმიტომ რომ მე სიტყვა ტვინწყობა გავიგე ჩემი თანამშრომლისგან
და ჩემთვის ის იყო, ანუ ვიცოდი რომ ისი მოგონილი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ის იყო ამ სიტყვის წყარო. ხო და არ ვიცი ვერ დავიბრალე, ჩემ პარალელურად ვიღაცამ თარგმნა, მაგრამ მე დიდი შანსია რომ მან მოგისმინა სადღაც, იმიტომ რომ ინტერესიანი ადამიანია და მე მახსოვს რომ როგორ მიხაროდა რომ ვა ტვინწყობ მაგარი სიტყვა. ხო, იმიტომ რომ ვცდილობ რომ გავაქართულო რა ეს ბრენდინგი რა რამენაირად. ეგ ჩვენს გამოგვადგება ჩვენ რომ მე ლაბაძეს ის არ მოუვიდეს თავში რა. ხო, მაგაზე ლაპარაკობს რაღაც ტერმინებით ველაპარაკა. ხო. ხო და აი ესე ვცდილობ რა, რაღაც ჭეშმარიტი ბრენდინგი და რაღაცებს ვიძახ. და სატყვება, ეხა მაგაზე გავჭედი, რომ დავფიქრე შუა იმაზე, რა ქვია იმას. იქა სპოტლაიტზე ყვება. სპოტლაიტი, სცენიდა. კი. ეგ არის და ამიტომ ეგ არის რა საკუთარ თავზე მუშაობა, ხასიათი ნებისყოფა და აი სპორტსმენებით რო დავიწყეთ რა, ეგ არის ყველა დიდი სპორტსმენის, წარმატებული სპორტსმენის ამბავი არის აი ეს ტვინწყობა და ხასიათი რა და სადაც თუ ჩავარდა ვინმე რა, ისიც აი ხასიათის ამბავია რა. ანუ ეგ ეხა როგორც მე ყოფილ კალათბურთელს ასე ვთქვათ. და ზოგადად სპორტს რო უყურებ კალათბურთის კუთხით და ვარჯიშები რომ მაქვს მე ნანახი მაგ პროფესიონალი კალათბურთელებს ანუ ვარჯიშზე როგორ ვერ პატარა სხვაობა არის რა ანუ იმაში რომ ვიღაცა ვერ ჩააგდებს ბურთს ეგეთი მომენტი იშვიათად დგება როდესაც ვარჯიშს ეხება რა ანუ აი თითქმის ყველა ძალიან მაგრად ისვრის თითქმის ყველა დახტის თითქმის ყველა დარბის ну, რა თქმა უნდა, პროფესიონალ დონეზე სულ პატარა სხვაობაც ხა წამის მიათედი იქ რაღაც ბევრი არის, მაგრამ ესე რომ შეხედავ, ცუდად არც ერთი არ ისვრის, იმიტომ რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებში არიან. ხო, გააჩნია რა. ისედაც ლიგა NBA იმდენად შევიწროვებულია და ისეთი წვეტია, რომ იქ ისედაც საუკეთესო მაგრამ თამაში უკვე ხასიათი და ტვინწყობა მოდის რა. მან ის რომ ის ვეღარ აგდებს მაგ დროს. იმის ბრალი არ არის რომ ხელი არ მოაქვს. ხო, ეხლა ნუ ამას თუ ემატება რაღაც განსაკუთრებული უნარები, რომელიც დააბერტყა რა ზემოდან. ეგ უკვე სხვა ამბავია, მაგრამ აი ერთხელ შემომედავნენ და ჩვენც რო არ შემოგვედავნენ და სისულელეებს ლაპარაკობდნენ, რა ვთქვათ, გავიგე რომ მაიკლ ჯორდანი იყო თავის რაღაცა ამბავით, მაგრამ რაც მაგას ნაშრომი აქვს, რა ვიცი რა ყვებოდა. მაგრამ მაიკლ ჯორდანი გავიგე, მაგრამ სკოტი პიპენიც ხო იყო კაცო. ისიც ხო მაგარი იყო, ხო? ხა შეიძლება ის არ იყო, მაგრამ ესეც მაგარი ბრენდი იყო რა. ის კოკა-კოლა თუ იყო, ეს დოქტორ პეპერი მაინც ხო იყო. ხო ხდები რა და დოქტორ პეპერობა რა ცუდი ამბავია, კაცო. არა, რასა. მაგას ვიცახი. ეხა საერთოდ არ გეგმავდი ამ თემას. ნახე რა ჩაგიგდე, ეხა მაგ თემას. არ მიქ სეფკარიზე არ მინახია. სეფკარი ბრენდზე გამახსენდა და ზუსტად ძალიან უკავშირდება ბრენდს, რაქნეს ტიპებმა. სეფკარიმ დაწერა წიგნი. და მაგ წიგნის პრეზენტაციისთვის გააკეთეს ბილბორდი. ხო. სადაც სტეფ კარი სროლის პოზაშია. ხო. და ისე დააყენეს ტიპმა ბილბორდი ასტროფიზიკოსები ჩართეს და მთელი ამბავი რომ თვარე რო ამოდის, ისე ჯდება რომ თვარე ისროლა ტიპმა. წარმოუდგენელი სანახავი, ანუ ტიპი არის სროლის პოზაში და ეს თვარე როგორც ბურთი ესე ამ რკალს ხაზავს რა მთელი რამდენი საათის განმავლობაში საოცარი სანახავია და ნელ-ნელა მიდის ხო მაგას არ მოუგენელი და ფუს არ ბიუჯეტს არ მოგცემ ასტროფიზიკა ეს სულ ამშორს იცი ამერიკულ ფილმებში რო რაღაცა რო გაუჭირდება ამ კომპანიას ამ თავრობას ან იმას და საუკეთესო სპეციალისტს რო გამოჩხრიკავენ ჩვენთან რატო არ ეცახიან ამ ხალხს ყველაფერს თვითონ რატო წყვეტენ აი ეს არ მესმის არ ვიცი რა გაგიჟდები კაცი ხო და აი ეგ ამბავია რა ვიცი რო დაუბრუნდეთ ამ ცნობილ ძალიან კაი რამე და კარგ წიგნს ამ წიგნს კიდე ძალიან კაი რამე მოყვება პატარა რვეულივით რა სადაც სავარჯიშოები შეგიძლია გააკეთო მე რა მოყვება ბოლოში ცალკე არა ცალკე მოყვება დიდი წითელია წიგნივით არის ოღონდ ტყელი და იქ აი რაც ზეც ლაპარაკობს ის სავარჯიშოები თავის კითხვებით და აკეთებ და თუ ვინმე დააპირეს ფანქრით გააკეთოს იმიტომ რომ პირველივე ცთაზე პერსონალური ბრენდის სტრატეგიას ვერ დაწებ გაგიჭირდება და თან გზად ბევრი ის მოგიწევს პატარ-პატარა ხო და მე როცა ვაკეთებ ამას ხანდახან ჩემ რაღაც ინტერპრეტაციებს ვამატებ და 1-2 რაღაცა კაი რაღაცა დავსვი და ძალიან მიხარია ხოლმე რა აი პირადად ან პირად ბრენდებზე თუ მუშაობ დამკვეთებთან არ ვიცი მაგ ნაწილში ეხა თანამედროვე დროს შემოვიდაოთ გამომწერების და ნახვების მიღმა რა კრიტერიუმი შეიძლება იყოს? კი არა, რა კრიტერიუმები არის წარმატების, რომ მე ჩემი დაკვირვებით ეგ თლათ შეიძლება ის არ იყოს.
მონეტიზაცია, ლევან, საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში. ბრენდინგი არის ფულის სწორად, სტაბილურად შოვნის ხელოვნება. ასევე. ანუ ფული არის შედეგი იმისა თუ შეიძლება სწორედ აკეთებ და კარგად აკეთებ იმას რასაც აკეთებ. კი, ოღონდ ფული არის შედეგი. თუ ფული მიზანია, უკვე ტასებელი ხარ რა. ხვდები? ფული არის ბევრი წელი დავხარჯეთ მაგ იდეას. ხო, მაგრამ ბევრი წელია კიდე დასახარჯი, იმიტომ რომ ძალიან მალე ფული იკავებს რაღაცნაირ ადგილს მიზნის რა და გვავიწყდება რომ რეალურად არის უბრალოდ უკავშირი არის რა. ამ ფულმა გითხრა შენ ეს მე მგონი ვერ გააკეთე. ხო, გამომწერის შედეგი არის, აი მაგალითად ალექსიკონი ხო დავიწყე. ხო. რამდენიმე თვეა უკვე რა. აი ამ თვეში იყო მხოლოდ კითხვა, რომ უკაცრავად თქვენი მომსახურება რა ღირს. ხო, მაგრამ მოვიდა კითხვა. მოვიდა. ერთი კითხვა. და ეხლა ეს თუ გაიზრდება რაოდენობა, ხო, ესე იგი ამან იმუშავა. თუმცა არ ყოფილა მიზანი ეს ჩემი, უბრალოდ ცოდნა მინდოდა გამეზიარებია. მინდოდა რომ დავჩენილიყავი ასე ვთქვათ ზედაპირზე, ხო ხვდები, აქტუალურობა არ დამეკარგა და კიდე რომ მკითხე დამავისდა. ოპერატიულად მიმეწოდებია ჩემი დაკვირვებები ადამიანებისთვის. აი დღეს რაღაცა ვნახე და ეგრევე ჩაწერე გააზიარე რა. ეხლა წიგნებსაც დავიწყებ ნელ-ნელა ჩემი მეებს. ხო, რა სიხშირით დებ? სამშაბათს და ხუთშაბათს. ორჯერ, კვირაში ორჯერ და პატარ-პატარა მოკლე მოკლე ვიდეოებს კი ბატონო და ჯერ ყველანაირი იმისი რა ქვია დაბუსტოების და რაღაცების გარეშე. მე მგონია რომ ეკონტენტი არ უნდა დაბუსტო ისედაც. ხო, აი რავი უყურებ რა და რა ვიცი 800-დან 1000 ნახვამდე აქ ხოლმე თითო ვიდეოს და დასაწყისისთვის ცუდი არ არის. სუის მახსენდება ალექს ჰორმოზი წერს რა, რო წუწუნებო 800-დან 1000 ნახვამდეო, ანახებს დარბაზს რას ნიშნავს 1000 ადამიანმა მოგისმინაო რა და საერთოდ სხვა პერსპექტივა ხო, მაგრამ მე შენ რო 1000 ადამიანთან სალაპარაკო და გაგიშვა ყველანაირი ოფრი დაგასყავს ცივიან ცხელიანი იმიანა რა და მაგრამ მე სულ მახსენდება ატომური ჩვევების შესავალი რა იძახი 3 წელი წერდიო და 3 კაცი მომყვებოდაო და მე უცებ აი overnight success რასაც ეძახიან რა ეგეც უნდა გვედა პირად ბრენდინგშიც ხო აი ეს overnight success-ი არის წლების ნაშრომის ჩვენი ერთ დღეს გაიღვიძებ და ერთი მესიჯის მაგივრად დაგვხვდება 15 რა ღირს თქვენი მომსახურება რა და მიხვდები რომ რაღაცა რა. ან დროის თემას ესეც კარგად ეხება, ეხლა დამარტყავებ რა. ანუ კარგი ეხლა გამახსენდა, კარგი ის მოყავს ახსნა. ბერძნული სიტყვები დროის განმსაზღვრელი ხო ამას გადასარევი. კაიროსი და მეორე არის კაიროსი და ქრონოსი. ანუ ერთი არის საათის დრო, ქრონოს რაც არის და კაიროსი არის სწორი დრო. და ტიპი ამბობს რომ შეიძლება ბევრი იწვალო, მაგრამ შენი კაიროსი არ იყოსო. რა და ეს არ ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე, უბრალოდ კაიროსამდე უნდა იწვალო. და პლუს მაგას ბოლოსკენ ძალიან მაგარ რაღაცას გეუბნება გულწრფელად, რომ შენ თუ არ გაქვს დრო, რომ იყო თანმიმდევრული ნუ დაიწყებ ცუდად. ჯობია რომ დაიწყო ისე კარგათო და ოღონდ პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შეგეშინდესო რა, მაგრამ თუ არა თანმიმდევრული იქნებიო, ნუ ეგ ცუდიაო რა. მე ხუთშაბათს ერთ-ერთ ხუთშაბათს დამავიწყდა ვიდეოს დადება და მე დავწერე პარასკევს რომ დამავიწყდა. ვაღიარე რა, იმიტომ რომ აღიარებაზე მაგარი რამე არ არის. ბრენდინგში სერვის რიკოვერი ქვია მაგას, სერვის ბრენდინგი. კი და 100% ანუ საერთოდ არ არის ყველაზე დამაზიანებელი და კრიტიკული რაც არის რომ შეგეშლება და რო არ იტყვი რომ შეგეშლება ვიდრე ის რომ შეგეშალა. აუ 100 მეტი ამბავი. თვითონ შეცდომა არავის არ მოდის, იმიტომ რომ ყველას მოსდის. ყველას რაც არ სიამოვნებს არის ის რომ ჯიუტად რო არ აღიარებ შეგეშალა და კიდე თავს რო იმართლებ ეგ რა. ეგ არის. და ხო, კაი რამეს იძახის ამ წიგში რომ აი ეს ეკენი და იმას კენი და ეს კაიროსი ქრონოსი კაი რამე გაიხსნა. მაგრატი მოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ რა მაგარია რომ ტიპებს აქვთ სიტყვა სპეციალური სწორი დროის სხვათა შორის ეს წიგნი ბევრმა არ იცის საქართველოში, თუ ვინმე მიცის ალბათ უმრავლესობამ ჩემგან, ეს არ არის ესეთი დიდი ავტორი ამ ეტაპისთვის, როგორიც თქვათ აი რაღაცა ვიღაცეები, მაგრამ ყველაზე მაგარი რამე რა არის, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანის წიგნზე, რომელიც თვითონ არის გზაში თავისი პერსონალური ბრენდის და აი მის LinkedIn-ს რო უყურებ, თქვა თვიდან თვემდე რა, აი ხარისხობრივად უკეთეს ადგილებში რო იწევენ სპიკერად და უკეთესი ტიპები და უკვე დიდი ბიჭები და გოგოები რო ლაპარაკობენ ამის წიგნზე. აი ჩემ თვალწინ იბადება ამისი
ის პერსონალური ბრენდი, რომელიც საბოლოო ჯამში მე გახდება რაღაცა აი ესეთი, რა ვიცი, დრაკერი რა, ხო ხდები რაღაცა და აი მიზან მიმართულად მუშაობს და იმიტომ უჯერებ და ვენდობი ამ კაცს რა. მე ძალიან მომეწონა, ძალიან გადასარევი მიმოწერა მაქვს სხვათა შორის. კი არ დაგზარდება, პასუხობს. ამას და მართლა? ლინკდინზე მიცემული. ჩამოყვანა მინდა, მაგრამ აი ვერ ვიპოვე რა, რომ ტიპები რომ ხარი დაგიჭირონ რაღაცა და ჩამოიყვანო და გლიჯოს ერთი მასტერკლასი და გააკეთოს რა. ცოდნაში ფულის გადახდა სულ თან სამოვიყვანო თან მასტერკლასი გლიჯოს. მაგრამ ეხა თავის ფასი აქვს რა, ჩემსავით 150 ლარი საათში კი არა. 160 და გადავკოსტოთ ერთმანეთი თქომიც. არა. ეხა იმას შევეხით ხო მონეტიზაციას და შესაბამისად კი, მონეტიზაცია არის ბრენდინგის შედეგი. საზომი. შესაბამისად ჩემთვის ვთქვათ იგივე რომ ანუ ამ ცნობილობის და განთქმულობის გარდა თვითონ მაგ შეიძლება კონტენტის შექმნიდან შემოსავლის გარდა მგონია რომ იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მე ხე იუთუბერს ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა იუთუბერმა რეალურად ბევრად მეტი მატერიალური სარგებელი ნახა იმითი რომ პარალელური პროდუქტები თავისი პერსონალური ბრენდის ქვეშ გამოუხსნა. მე საერთოდ მგონია რომ ყველაზე კარგი მონეტიზაცია იქ არის თუ შენ რა ნიშაც დაიჭირე და რაშიც ხდები განთქმული და ცნობილი იმ სერვისების მიწოდებას დაიწყებ, იმიტომ რომ თან სასარგებლო ხდება და თან ეს უბრალოდ სარეკლამო შემოსავალი არ არის და მართლა სელებრიტობით არ შოულობ რეალურად და არამედ რაღაცა ნიშას იჭერა. მაგარი იუთუბერი რაღაცა კონკრეტული თემის. კი ბატონო. არის რომ უცებ გამხდარი მილიონერები და რაღაცები, მაგრამ ისინი გძელვადაში მე დაიჭერენ თუ არა, მაგრამ ნახე ჩვენ ქვეყანასა და დასავლეთ შორის ხვაობა ის არის რომ ეს ტიპები ფულებს რო შოულობენ, მე ეგ ძალიან ბევრი კომპანიაა, ხო, ან venture capital-ები რაღაცები, სადაც ვიღაცა ეტყვის და ძირითადად იქ დააბანდებენ, მე და კარგად იქნებიან, იმიტომ რომ აქ შეიძლება ვეღარ იმასქნა, იმიტომ რომ ბევრს კარგად დაუწყია, ფულიც დაუწერია, მაგრამ მე ვეღარ აგზელებს და თქვათ გამქრალან და მე სხვა რაღაცები და რაღაც, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბრენდინგის მონეტიზაცია არ არის მხოლოდ მატერიალური. ეს არის მე ესე ვყოფ, ემოციური მონეტიზაცია და მატერიალური მონეტიზაცია. ემოციურს როგორ ზომავ? ემოციური როგორ ზომავ? აუ ბატონო ალექს იმ დღეს თქვენი ვიდეოს უყურე და ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ძალიან მაგარია რა. ან ჩემი სტუდენტი რო იტყვის, რომ ნუ ავტორიტეტობაში შეგვიძლია გადავთარგმნოთ. ხო, კი, ავტორიტეტი, გავლენა, აზრის ლიდერობა, ეს არის ემოციური კაპიტალია რა. ხო, არ ვიცი როგორ არის, მაგრამ პირველად იქ გახსენდება. გახსენდება ბრენდინგზე ვის ველაპარაკოთ, მოდი აბა ალექსის ვკითხოთ. არა, აი ავტორიტეტი, რეპუტაცია, რომ აი რაღაცა ის რა ქვია, ცნობადობაც ის აი ეს ყველაფერი რა, აზრის ლიდერობა, ეს არის არამატერიალური ბოდიში არამატერიალური ის არის მონეტიზაცია, მაინც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერიც მე გაგიყვანს ისევ მონეტიზაციას რა. მაგრამ მე რას ვიძახი, იცი, გამოვყოფ ხოლმე რა, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიხარია, რომ აი ხა ამ ბოლო დროს ხან სავარჯიშო დარბაზში, ხან სადმე ქუჩაში ვიღაცა გამაჩერებს და მეტყვის, რომ აი მოვისმინე, კაი იყო და მადლობა რა და აი მაგრამ მიხარია რა. მაგრამ მე გარი ერთ-ერთი მე რომ მკითხო, იქ არის რეალურად ის რაც სივსავსეს და ეგრეთ წოდებულ ინგლისურ სიტყვას ვიხმარ fulfillment-ს გაძლევს, ეგ არის, რომ ის fulfillment-ს არ გაძლევს. ეგ არის როგორ იცი, აი ეს მარწყვი ტორცე რა, რომ თან კარგი საქმე გააკეთე რა, ხო ხტები? ვიღაცას სასარგებლო იყავი. არგო, ხო. სასარგებლო იყავი ვიღაცას. ყოველ დღესა შენ თავს კითხო, დღეს მე ვისრავა. აი მაგ თემაზე ჭავდეს ამბავი. ზუსტად ეხლა რაზეც საუბრობთ, მაგაზე გამახსენ და ალბათ შენ ბევრად უფრო შეიძლება არა იცნობ, გრანდ კარდონე რო არის ეგეთი. გამიგია კი. ხო, მაგან კარგად არ ვიცნობ ის შემოქმედებას. მე სიმავსკენი რა, მოვიძიე ვესადე მომეწია და სულ ხდება, მაგრამ ესე ხო სამოტივაციო სპიკერი. თან მარკეტოლოგია, თან რაღაც ეგეთ, მაგრამ ეხლა რატო დავიწყე ამის მოყოლა, რომ მაგარი ფრაზა მე, მაგრამ მომეწონა ფრაზა. მოკლედ ინგლისურად რო არ თქვა, ქართულად რო თქვა რა. განთქმულობა ჯაბნის საუკეთესოობას. ანუ best known beats best. კი. აი მაგრად მომეწონა რა, განთქმული თუ არ ხარ შენ საქმეში. თუ არ ხარ, არ ხარ. რამე ხო არ ხარ რა, გინდა იყავი საუკეთესო, გინდა არ იყო. თუ არავინ არ იცის რომ საუკეთესო ხარ, რა აზრი აქვს. კი. ხო, ანუ ეს კაცო, გრანდ კარდონე კი არა, ყველაზე მაგარი. რაც ნათქვამი აქვს. აი ყველაზე მოკლედ ერთი ფრაზით საქმის კეთება რა არის, ბრენდინგი რა არის, ხო? სულხან-საბა ორბელიანია, კაცო.
ადამიანი უნდა ფასობდეს სიტყვითა და საქმითა, სიტყვა საქმიანი, საქმე სიტყვიანი. იტყვი გააკეთე, რო გააკეთებ თქვი. ამირან გუში ვღერო და არ გამოვა, ძმა, უნდა გააგებინო ხალხს. გენიალურია, პროსტა უნდა გააკეთო, სერიოზულად გეუბნები რა, გრან კარდონე კი არა, არა, რა ის გრან კარდონე. რო დადიოდა საწყალი ჩვენ სოფლიოში გვიშველეო ამასობაში. საათ ნახევარია ბრენდინგზე ვლაპარაკობ ქართულ კლასიკის მოშველიებით საოცრება. ხო და იქ დასატოვებელია რა, ანუ აი ტოვებ ესე ვიდეოებში. რავი კანტივით მე ამოუჭრათ და ის არა მართლა ძალიან მაგარია ხა ჯერ ყველაფერი როგორ ჯდება. 2 საუკუნის მერე თუ ამოთხრიან რაღაცას და თქვენი გადაცემის ჩანაწერს იპოვებენ, იქ აღმოაჩენენ რა. საოცარი რამე გააჩნია. ეგ არის რა, ანუ ნახე ჩვენთან ერთნაირობა, ისე უბრუნდები ამ სამჭოთა მემკვიდრეობას, ერთნაირობა იმდენად დანერგილი იყო და სხვანაირობა იმდენად ის იყო დადგუნული რა, რომ აი ხალხი არის, რომ გენიოსები არიან და აი ხო ხდები რაღაცა გააკეთა და არ ლაპარაკობს რა, იმიტომ რომ ტეხავს, რატო ტეხავს, კაცო? რაც გააკეთე თქვიან კომუნიკაცია ჭირდება, ხო? იმიტომ რომ უნდა ეგ არის, მე გულზე გასკდები რა, რომ ვიღაცა გამოვა თამინდერულად ლაპარაკობს, ამ დროს ვიღაცა 100 ჯერ უფრო მაგარია და იმან რა ქვია, მისმა მეზობლებმა იციან მარტო რა. ხდები? მან სიკეთის თემაც არის. ნახე, თუ შენ რაღაცას კარგად აკეთებ, ყველა ვარიანტში სასარგებლო ხარ ვიღაცისთვის. და თუ არავის არ ეუნები, შესაბამისად შენი სასარგებლობას არ აზიარებ. და ხალხს აკდება ეს შენი სარგებელი და პირიქით, რაც მე ადამიანს გააგებინებ და მისთვის სასარგებლო გახვდები, შენთვისაც როგორც სულიერად კარგია, ისე მატერიალურად კარგია, ისე ადამიანებისთვის. სულთვისებად ითვლება რა, აი მემკვიდრეობის გამო ცოტა ხო რაღაც გაყვიდები და რაღაცა ის ხო იცი საბჭოთა დროს სმენია რა ვაჭარი და რაღაცა და ვაჯაბშაველა აქ მაგარი ნათქვამი მაგაზე რომ იმდენი დაცინეთო და იმდენი ძიამაკარები უბერეთო რომ ჩვენ აგერ გავღატაკდი და მათხოვრები ვართო და სხვები გულაობენო რა ანუ ეს კომერციული ამბები დავკარგეთო უნარებიო რა ხო ხდები და რა ვიცი ხა ნიკო ნიკოლაძე ცუდი კაცი იყო კაცო და რა ვიცი მართლა გეუნები აი რანაირი ქვეყანა ვარ თორე ნიკო ნიკოლაძე რო ჯობსის დონეზე ცნობილი კაცი არ არის რა ვიცი ფუნიკულიორიდან დაწყებული რა ვიცი ცხენის წყლიდან და იმეები და სარწყავით და ფოთს დახედეთ ხალხო ზემოდან ფოტოს რა კაც რა გაკეთებული რა ბარსელონას დედავატირე აი უწყო რას და ფოთის მერი რო იყო ფოთი არის აი ეს მათი ცენტრალური ტაძრიდან ესე ქუჩები გადის სასწაული დაპროექტებულია და ეხა კაცი რომელსაც პარიზი გაანათებიეს რა ეს ელექტრო განათება ქუჩების ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა და მაქედან აღებული ჰონორარი ჩამოვიდა მე და ბორჯომში რო იმის ეიფელის კოშკის ფაქტურის ხიდია ის ეიფელს გააკეთებია აქ ეგ სად მოვისმინე სადღაც მოვისმინე მე რო ეგ აქ მოვისმინე ეგ ზუსტად ვიცი პირო არა ეგ მე რას ლაპარაკობს სასწაული კაცი იყო ხეცი ხო და იდეები აწუხებ და გიჟია ესო იძახო გენიალური ნიშა რა ალექს რა ეგ არის გენიალური ნიშა რა აი მასე უნდა აგვიხსნა ბრენდინგი ყველას და დედასპიცავად გავიზულებული ვარ არა სასწაული არა იმენა გენიალურია რა საოცარ რაღაცები გამოდის არა ნუ იცი რა გამახსენდა ეხა რამდამარ ყათავში სუთავიდან რომელიღაცა ეპიზოდზე მოგწერა ვიღაცამ რომ ეგ ყველაფერი კარგიო მაგრამ ქართულ кейსებზე ისაუბრეთო ნუ შეგჭამეთ ამ ეფლებით და იმეებითო და სუ ქართულ არა სუ ქართულ кейსებზე საუბრობ სუ აი კიდე მეს გეტყვით ყველაზე მაგარი ერთ-ერთი სამაგალითო CEO ვინ შეიძლება დასახელდეს და დადგეს აი ამ სოფლიო ტიპების გვერდზე ეს არის დავით სარაჯიშვილის მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი რომელიც მართავდა იმ ბიზნესს დავითის მერეც და მანამდეც მაგან შემოიტანა ნორმირებული სამუშაო დღე, მუშების დასვენება, ზე განაკვეთურის ანაზღაურება და მთელი ამბავი. და რო კითხესო თქვენო რითი ხელმძღვანელობს აქამდე სადამდე როგორ მიხვედითო და რა პრინციპებიაო და ქრისტიანულია პასუხი. ხდები, იმიტომ რომ მართლა არ ხდება არაფერი, სხვა სლაიდებში მაქვს ძველი ახმიდან იგავი სოლომონისა თავი 22. ეხა ვიღაცას ღმერთი არ გაუწრეთ, ყველას ვაფრთხილებ რომ გადაბურბულებული მაქვს. პროტა სუ ეძებ რა, რომ ისა ძვირფასი სახელი უკეთესია ველსზე და ოქროზე და რაღაცა და რო ბრენდინგი რო შევაჯამოთ ქართველის მიერ, ხო? ორბელიანი ვახსენეთ და შოთიკომ რა თქვა? ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, ხო?
დამთავრდა ეგ არის ბრენდინგი რა, სახელი უნდა მოიხვეჭო. და მე დანარჩე ყველაფერს მოიხვეჭავ რა. ფულსაც, ოქროსაც და ვერცსაც, იმიტომ რომ ეგ მონეტიზაცია, ეს გავლენა, opinion leader-ობა, გახსენება, რომ უი ამაზე და მე ეს ბაბულიკი მოაქ რა, ასე რომ ვთქვათ. ხო რა, ხა მაშინ რასაც ვამბობ, სახელის და მოხვეჭა. აი ამ რეპუტაცია და რას დრო გავა, მით უფრო მაგარია, იმიტომ რომ ცოტა იცით ეხა თქვენი დარგინა და იმიდან რომ აი ეს venture კაპიტალისტები რო არსებობენ, თავის ფული რო არა აქვს, მაგრამ რო ანდობენ ტიპები, ხო, სახელი აქვს, ხო, მოხვეჭა. სახელია, კი. ხო? და ისა რა ქვია, რატო აწერია Apps Designed in California. ხო, თავის წარმოება არა აქვს რა, ბრენდზე მუშაობს და ის უბედური Samsung-ი შუშას აქეთ უკეთებს იმ Apps, ხო? რეპუტაცია, აუწონავი ოქრო რა. და ესე ვასწავლი ხოლმე ჩემ სტუდენტებს, რომ ბრენდი არის ემოცია, ესეა გაბაზრებული რა. მაგრამ არასაკმარისი განმარტებაა ერთ სიტყვით. ბრენდი არის რეპუტაცია, რომელიც ემოციასაც მოიცავს რა. იმიტომ რომ თუ ამ ბრენდის იმედი გაქვს, ნახე რა მაგარი სიტყვა გაქვს ქართული, გეგულება. გეგულება. ხო, ის არის რა, აი, კაი სახანძრო დახმარებს და გეგულება, იცი რომ როცა დაგიდგება საჭიროება აგერ არის კაცო. მიხვალ იყიდი შეჭამ, ჩაიცმევ, დაიჭერ ხელში, წახვალ რაღაცას იზამ, ხო? აი ეს ამბავია. და ამიტომ ეს ემოციაა რა, ნომერ პირველი ემოციაა, ხო, რომ დობა რა, რეპუტაცია. ხო, რომ ეგულები ვიღაცას რა. ამიტომ მე ვამბობ, რომ ბრენდი ერთი სიტყვით არის რეპუტაცია და ბრენდინგი არის აქციელი, რომელიც ქმნის რეპუტაცია. ამ რეპუტაციას, აი ესეა რა. მაგარია. მე ნეკროლოგს რო დაწერენ, იტყვიან რომ დაგვაკდა კაცი რომელიც დააკდა ქალაქს. აღარ მახსოვს, ბოდის ვიხდი, მე მგონი გიორგი შავგულიძეზე თქვა, ან შოთა იამანიძეზე ვიღაცამ ლექსში რა. აი აღარ მახსოვს ამომივარ და მოუხუცდი მაპატიეთ. როგორ გეკადრებათ? ორი კითხვა მაქვს კიდე. შეიძლება ერთი შენ დასვა, ერთს მე დავსვა. მოდი ორივე შენ დასვი. მე დავსვა ორივე. ისედაც სულ მელაპარაკო ბიჭო. არ არის ეგრე. ნუ ბრენდინგ აქ ეგეთი შექმნილი შენ. რო სულ შელაპარაკო. სამაგერო შენ რო ალაპარაკტები მეტი სიმძიმე ექნე. ეგრეა ხოლმე, თუ რამე სიტყვის ბრძნულ სიზახის ხოლმე. აქამდე ვილაპარაკეთ შეუპოვრობაზე და თანმიმდევრულობაზე და არ გაჩერებაზე, მაგრამ კი. მაინც საბოლოო ჯამში ალბათ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გადახვევა შეიძლება უპრიანი იყოს და რაღაცა არ გაჩერება, დათმობა და დანებება არა, მაგრამ გადახვევა კი არა. არის ეგეთი ენა ინგლისურად. დახვეწო შენი პერსონალი, რაღაცა შეცვალო, რაღაცა. ხო. რაღაცა მიხვდე რომ მე მგონი ესე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს და გადახვევა არ არის. ეგ არის think again, როგორც ადამ გრანტი. კიდევ დაფიქრდი რა. იქნებ ასე არ არის. აუ და შემზარავი ისა აქ შესავალი წაკითხული. არა და მინდა რა წავიკითხე სიაში შემზარავი არ მომაყოლო, ცუთხასიათზე დავდგები. აი რო think again-ს არ აკეთებ. როგორ შეიძლება დაიფერფლო რა ფიზიკურად იქ მეხაზრეებზე აქ кейსი და ნუ წაიკითხე რა. ხო, არ გაჩერება და შეუპოვრობა არნიშნავს რომ კედელს თავი ურახულო რა. ხო ხტები ზოგჯერ არის რომ ვერ. აი რა სიგნალები არის, ეგ რომ აი მე მგონი ეხა კედელს ურახულებ და ძალიან ინდივიდუალურია რა, მაგრამ მე გეტყვი რა არის პრევენცია იმის რომ კედელს თავი არ ურახულო დიდხანს. თვითკრიტიკა მუდმივად და თვითანალიზი რომ ამაში ბიჭო როგორ ესე ხო არა, ესე ხა ამ გზით რაღაცა ოღონდ ისა ნაცრის თავზე ნაცრის წაყრა არა და გათათხვა საკუთარი თავის. ანალიზი, თვითკრიტიკა, კითხვა. ხო, მაგრამ აი ეს უკუკავშირის მომცემი ხალხი ცოტა დიდი ფუფუნება, აი გულწრფელად რომ მოხსებს რა. ხო იცი ადამიანებს ერთმანეთის წყენინების ეზარებათ რა. და ვიმე რა კარგია, შვენიერი გადასა. ჩემ გარშემო ხალხს გაუმართლა, იმიტომ რომ ასე იგი უხიაგი კაცის რეპუტაცია მაქვს და რა შემელია დავაჯახო რომ რაღაცა, მაგრამ ამ საქმეში მგონი პირიქით სიკეთეს აკეთებ, როდესაც გულწრფელ უკავშირს. მაგრამ ნუ ახლა ამასაც ფორმა უნდა, მაგრამ ხო და სიმპტომი არის რომ რაღაც არ გამოგდის დიდი ხანი, ხვდები? და უნდა დაფიქრდე რატო არ გამოგდის და შეიძლება გზა კი არ უნდა შეცვალო, ვაფშე სადაც მიდიხარ ის კი არ უნდა შეცვალო. უბრალოდ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯებია შესაძლებელი და მე გააგრძელებ რა, ხო ხვდები? ვერ ხედავ. დაკვირვება რა საჭირო რა და თვითკრიტიკა, თვითანალიზი, რომ ეს მე რა რაღაცა, ხო იცი? მაგაზე სულ ის მომყავს, რომ აი ადამიანი ერთ რაღაცას რო გააკეთებს და კარგად გამოვადა, მე მიყვება დიდი ხანი რა. მე აღარ გამოდის და უკვირს რომ რატო აღარ გამოდის და იმ დროს კი მაგარი იყო ძალიან, მაგრამ ეხლა აღარ მუშაობს რა. და სულ ის მახსენდება რა 91 წელს
1900 დინამომ რო 100 აიღო. აიღო ხო. ბიჭო, აიღო, გავიგე, მაგარი იყო, მაგრამ დღეს რა შვებით, ხო? აღარ აყვავს ის ხალხი, არც ნოდარ ახალკაცია, არც ის ფეხბურთელებია, არც ის ქვეყანა, არც ის სისტემა, რაც იმათმა გაზარდეს, არც ის ჩემპიონატია და რა დღეს რა შვებით, ხო? თორე კი აიღო. ხო ხტები რა? აი ეს ამბავია რა, მე რო ეს გავაკეთე და სხვათა შორის ბრენდინგის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი კიდე შეიძლება მამარდაშვილის სიმიდან ააწყო რა გამონათქვამიდან რა. გეუნები რა. ადამიანი არ არსებობს, ის იქმნება, ნათქვამი აქვს რა. ოღონდ ამას მე მივაგენი, რაც მარტინ ემერისგან მოვისმენე, რომ we are not human beings but human becomings. personal branding-ზე ვლაპარაკობდი რა. becoming, being-იო დასრულებულიაო რა, ხო ხტები? და სულ ის მახსენდება სტუდენტებს ვეუბნები, რომ მეთქი მე რო ლექციების კითხვა დავიწყე მეთქი რა. იქ რო დავრჩენილიყავი თქო, აქამდე ვერ მოვიდოდი თქო, ანუ რასაც ვაკეთებდი და ვეუბნები რომ დღეს თქვენ ვისაც წაგიკითხეთ ლექცია თქო, 1-2-3 წელიწადში თქვენი ცოტა შემცხება რომ შემხვდები თქო, იმიტომ რომ შემდეგებს უკეთესად წაუკითხავთ თქო, იმიტომ რომ human becoming რა. ეგრეა ნახდათ. ხო ხტები და აი ეგ ამბავი ადამიანი და სულ რა და თვით კრიტიკა რომ ეს არ მე რა რო არ გამოგდის აი შიში უნდა მოვიშოროთ რა და არ მახსოვს რომელიღაც ფილოსოფოსმა თქვა რა აი დიდებმა დიდი ბიჭები რო არიან ეს სამი ცალი რომ შენ უნდა იყო ვიღაცო რომ რაღაც აღიარო რა ანუ რაც უფრო მაგარი ტიპი ხარ მით უფრო მეტად შეგიძლია რომ თქვა რომ ხო აი მე აი ეს არა ისეთი ადამიანისგან მომისმენია ზოგჯერ არ ვიცი რომ ერთს უთხარი რომ მეწყინა რა პოში არიცი ხო ხტები ძალიან მეწყინა და არ ვიციო და ვერ გავიგე ანუ ხო ხტები რა უნდა თქვა რა არ ვიცი არ გამომდის აბა ესე ვცდი ვახ ჩემით ვერ ვქენი ვიღაცას ვკითხავ კაცო ხო ხტები და აბა ეს როგორ უნდა ვიღაცა გეტყვის იმას გიზამს ამას გიზამს რა ეს არის ტვინი რა ვიცი ფილტრი სულ აქ დავდივართ რაღაცნაირად რომ მოვახუჭუჭოთ და ის გაუშვათ პრაქტიკული რჩევა აი 2-3 მაგალითად მნიშვნელოვანი რჩევა ან პრაქტიკა რომელიც დაგვეხმარება ამ პერსონალური ბრენდის გზელვადიან შენებაში და შენარჩუნებაში ისე რომ ვსვათ აბა ამ კაც რაღაც 4 ნაბიჯი აქვს და ხო 4 ნაბიჯი აქვს მაგრამ ნუ დადის ესე იგი ხასიათი თანმიმდევრულობა ან მიზანმიმართულობა შეუპოვრობა რა ხასიათი თანმიმდევრულობა მიზანმიმართულობა შეუპოვრობა კი შვენიერი გადასარევი და ლამაზი და ამ ყველაფრის ლაიტმოტივად თვითკრიტიკა თვითანალიზი რომ აბა ეს არ შეგეშინდეთ ხახტო აღიარეთ თქვით რომ ეს არ ვიცი და აი სხვა შორის მე მაქვს ეს ჩემი მოდელი შევქმენი ბრენდის წერის რა ხო ხტები ბედის წერა ხო არის ბრენდის შემბეთ და ბრენდის წერა დავარქვი ესეთი 8 ქიმიანი მოდელია რა და ერთ-ერთი არის ვინ არის ჩემი მენტორი ვის მიმართა ვინ მეხმარება ხო ხტები და იმ ადამიანებს ირჩევ მე მაგალითად ძალიან გამიმართლა ცხოვრების გაზზე ისეთი ხალხი გამეჩითა რომ რა ვიცი ხა ლევან ალფაიძე მაგალითად ჩემი უფროსი მეგობარი ერთადერთი ნამდვილი ურბანისტია ქალაქში ქვეყანაში მე ვეკაჩები სულ გამოდი ილაპარაკე თქო აი ჩუმად არის ნერვები მეშლებ ხო ხა ვენროლი როა იქ ჩაწერეს და მე ვარ ერთ-ერთი ხო და ვეკაჩები სულ რა რომ ლევან ილაპარაკე ლევანს რო კითხავ რა არ ვიცი რომ მე უნდა წის ხო ხტები იმიტომ ის არის და მაგალითად პირდაპირ მითხრა რომ ალექს ამ ინგლისური ჩენ შორს ვერ წახვალ ნუ ხა ბიძაჩემ ირაკლი ბოკუჩავა რომელმაც ნუ რა ვიცი ხა იმდენი ის ჩადო რა ქვია ჩემში რომ რა ვიცი ხო ხტები პაპა კარლოვალო იწახის ხო იცი დიშკიდანო ბურატინო გავაკეთე დიშკა მეგრულად არის მაგარი გამომშრალი შეშა ხო იცი აპერწკალით ინთება ცეცხლი არ უნდა და აი რაღაც ავამოძრავეო ტიპიო რომ სტერილური იყო იდა ხო და გზაზე რა ხო ხტები მე იყო კენ გიბონსი ამერიკაში ვიყავი ბანკის CEO იყო სახში მოვხდი ნუ ისეთი რაღაცები მითხრა რომ აი რა ვიცი რა მაგარი სასწაული რაღაცები მასწავლა და ბევრი რა ძალიან მაგარი ბევრი ადამიანი ბოლოსკენ სვავთ ხოლმე ეგეთ კითხვას მე ბატონო რომ თხოვთ რომ ერთი წიგნი გვირჩიე რომლის გარშემოც აი ეს ხა ჩვენ რასაც ვაკეთებ და რა ფორმატიც გვაქვს შემდეგზე რომ თქვათ ანუ იმ ეპიზოდში რომ ის წიგნი იყოს მიუხედავად იმისა რომ ეს შენ გვირჩიე მაინც კიდე ერთი თუ რამე არის იგივე თემაზე რასიც გაგიხარება აი რომ წარმოიდგინო რომ ხა შენ მსმენელი ხარ ჩვენი იცი რაზეც ლაპარაკობ და ახლობთ რა ფორმატი გვაქვს და აუ ერთი აი ამ წიგნზე მოვისმენდი და
აი ამ ესეთი ამ კაცი წიგნზე იქნებოდა და ამ თემაზე? ამ ამ თემაზე და თემაზე, აი სტუმრად ეგეთ ვიღაცას მოусმენ. სტუმრად არ ვიცი, მაგრამ დენიელ კანემანს მოусმენ. გავაკეთე. იხილეთ წინადები არა, ეგ იფიქრე ჩქარა და მელა ხომ არა, ნოიზ. ნოიზ ვაკ, მაგაზე რჩევა ვასორევიშვილმაც ჩადო წიგნებში, ხმაური. კანემანზე რა გამახსენა, იცი, მეხანძრების მაგალითი გახსოვს კანემანში. ადამ გრანტია ეგ. ხო, მაგრამ აი მაგას ვფიქრობ, ეხა ერთი და იგივე მაგალითი ხო არა ინსტინქტის თემაა ადამ გრანტში? ინსტინქტის არა. იმის როგორ გითხრა, მაგას ქვია, ესე იგი მენტალური ჩაკირულობა. რო არა მეხანძრე არის ესეთი. ეს ახურავს, ესაცია, ეს უკეთია, ის უკეთია, გაიგე? და ნუ ეხლა რა გინდა რომ მომაყოლო? არა, უკვე სხვადასხვა მაგალითი. ხანძრისგან ტიპმა თავი გადაირჩინა იმით, რომ გააჩინა ხანძარი. არა, ეგ სხვა მაგალითი. დანარჩენება ეს ვერ დაუშვეს. ანუ მოწვა იქაურობა და გაიქცა და ის დიდი რომ მოვიდა საჭმელი აღარ დახვდა და ამან გაასწრო რა. და დანარჩენება უთხრეს რომ როგორ ჩვენ მეხანძრეები ვარ და ხანძარს ხო არ გავაჩენთ. ხები? ჯვან ეცნობა ეგ მაგალითი რა. კაია. ვა რა გავაკეთე. აი, მაშინ რა უნდა გააკეთო? არა, მაშინ სხვა რამე თქვა ეს. რატო ის კანემანის ნოიზი გასულ ვარ რა საერთოდ არა. იყო. ან რამე თინგი ფასტეს ლოუზა და გავლილი გვაქვს ხო ეგ. კანემანის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მარტო ფეხზე დამდგარი აპლოდისმენტები კანემანის ასაური ხო, ან ინფლუენსი რა თუნდაც რა ვიცი, ხო? შვენიერი. გავლენა რა. გავლენა. ძალიან ავი მაგარი. მაგარი წიგნი არის ხო? მაგარი წიგნი. ვიცი ეგ ვისია ეგ არ ვიცი. ეგ არის ვაიმე ამ მომივარდა. გვარი მეს ვერ გავიხსენე ხა, მაგრამ ბევრი გამსმენია. კიალდინი. კიალდინის მაქექსიაში უნდა გამოწევო. ძალიან მაგარი წიგნი. ძალიან მაგარი წიგნია. ოკეი. ძალიან მაგარი. ჯვარს ვეცვი მაგის ინგლისურად წაკითხით, მაგრამ ღირდა რა. მაგარია. მადლობა ალექს. საოცარი საუბარი იყო. აი, წარმოუდგენ. ბევრი მისაუბრია ბრენდინგზე, მაგრამ ესეთი საინტერესო მაგალითებით არ მქონდა გამოცდილება და შედევრალური გულწრფელად მაგრად ვისიამოვნე. მადლობა. მეც მაგრად ვისიამოვნე. მაგარი იყო. ძალიან მომეცით საშუალება. მადლობა. მადლობა, ნადი. დროებით.